საღამოშვიდობის ბედნიერი მამავალი გაიძღები და გვიყენოს გამჩენმა ეს იუზაი თამუზიდან დაწყებული დიშყავების ჩათვლით, როგორც ცნობილი არის ყველასთვის, ეს არის ძალიან მძიმე დღეები ისრაელიშვილისთვის საერთოდ, მაგრამ შემოფერებული გრძელდება გამჩენს, რომ მამავალში მაშეხის მობრძანებით ეს ჩაითვლება კაიდღებად, იუზაი თამუზი კაიდღეთ ჩაითვლება, დიშყავებიც კაიდღეთ ჩაითვლება და ასე შემდეგი ყველა მარხვის დღეები, რომელიც არის გედალიას ცომი მარხვა, რომელიც არის ასარაბეთებეთი, სალხინოთ უნდა გადაგვიქციოს გამჩენმა ამენკენიერაცონ. ეს არის ზეხარიას სიტყვები, ზეხარია მეშვიდე თავში ეკითხებიან მას. ჯამაათი, მრევლი ხალხი მოდის ეკითხება, როცა შენდება მეორე ბაიტი. ბატონო წინასწარმეტყველო, ჩვენ გვიჩვენია პირველი ბაიტი, რადგანაც გავხუროთ იშყავების დღეს. გვიჩვენია ყოველთვის რომ მარხულობთ ბეცომა ხამიში, წინ მეხუთე თვის მარხვას უძახის ამას. ჩვენი თორა წინასწარმეტყველი და როგორ გავაკეთოთო, ჩვენ ეს მარხვები, რომელიც პირველი ბაიტის გავხრებასთან დაკავშირებით დაგვავალა გამჩენმა, ის მარხვები გრძელდება თუ რადგანაც ბაიტი აშენდა, დავრუნდით მამულში ქვეყანაში, ისრაელი იკრიბება ხელახლად მსოფლიოდან, შესაძლებელი არის რომ აღარ არის მარხვა საჭირო? და პასუხობს მათ ზეხარია მერვე თავზე და ასეთი სიტყვებით ლაპარაკობს და იწერება იქ რომ ქოამარა შემ ეგრეთ შემოგითვალა ბრძანებს გამჩენი მარხვა მეოთხე თვისა და მარხვა მეხუთე თვისა და მარხვა მეშვიდე თვისა მეათე თვისა სოელა სალხინოთ უნდა გედექციოსა ისრაელოს ადგინა გემარამ მარხვები არის რასაც ლაპარაკობს ინასტაროს ეს არის ცომა ხამიში რომელიც რომ არის მეხუთე თვის ხოდეშ ავის დაწყებული ჩვენი კალენდარიდან პირველ თვეთითლება ნისანის თვე, პირველი თვე ნისანი, ავის თვე გამოდის მეხუთე თვე და ასე შემდეგ მეშვიდე თვე გამოდის ხოდეშ თიშრე, ცომგედალია რომელიც არის ასარაბეთებეთი, ეს არის ტებეთის თვე, მეათე თვეთ ითვლება და ასე რომ მომდინარეობს და მოდის ყველა მარხვები, ასე ითვლება ამ სედერით, ამ წყობით, ამნაირად. მეოთხე თვის მარხვა, რომელიც არის იუზაი თამუზი. ასე რომ იუზაი თამუზი ეს ტიშყაბეაბი ცომგედალია, რომელიც არის და როშაშანებ და ასარაბეთებეთი, სალხინოთ უნდა გადაგვიქციოს გამჩენმა ღმერთმა, მალე და ადრე გვაღირსოს გამჩენმა ამენ. ნუ რადგანაც ამაზეც ვლაპარაკობთ, მოდით ჯამაათს გეტყვით, ბევრი მეკითხება, სოფლიოდან რეკამენ, პროსტო ბევრი შეკითხვა მოდის, ამ დღეებში ჩვენი მინაგი როგორ არის? ჩვენ ვართ ვეზებით, როგორც აშკენაზები ასე, რო ვიცოდეთ ეს. ამისათვის ჩვენ გაპარცვით ეს იქნება პირის გაპარცვა, თავის გაპარცვა, ფრჩხილების მოჭრა თუ ასეთები, ყველაფერს უფრთხილდებით ამ დღეებში. დაწყებული 17-დან, 17 თამუზიდან დასრულებული ტიშყაბეაბამდე ჩვენთვის ითვლება ეს გამორიცხულ დღეებად სამი კვირა, რომელიც არის გლოვიერობის. ამ დღეებში ჩვენ არავითარ ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებთ, ესე იგი არ ვიჭრით ფრჩხილებს, არ ვიპარცავთ უკვე. დაბანა შეიძლება რა თქმა უნდა. ესე იგი როშ ხოდეშ აბიდან მაშინ უკვე ჩვენ ხორცს აღარ ვჭამთ, ყველა მთელი საისრაელო ფრთხილდება მაგას, ხორცს არ ვჭამთ, რა თქმა უნდა, თევზებზე გავდივართ, ეგრეთ არის და ესეც ითვლება როგორც მარხვის რაღაცნაირი პატარა პროცესი. არის ხალხი, რომელიც იუზაი თამუზიდან უკვე უთხილდებიან, ამ სამ კვირაში უკვე 17 თამუზიდან ჩათვლით იშყავების ჩათვლით, ბოლომდე სამი კვირე ხორცს არ ჭამენ და ღვინოს არ სვამენ. არის აზრი ალახაში მოყვალი, რამას მოყავს რაღაცა ეს აზრი და ამაზე კიდევ რაბინუს საყადია გაუსაც რემეზი მოყავს. რემეზია პასუხი არის, რო წერავს ბასარ ლო ახალტი შებუყაიმ შელოშა. ესე ხორცი არ ვიჭამიაო, ორი კვირე და სამი კვირე რომელზეა ლაპარაკი არის ამ დღებზე, ამის ჩათვლით, ესე იგი რემეზით არის ეს უკვე რემეზია რა თქმა უნდა. ეს არ არის განხილვით ალახა, გადაწყვეტილი მხოლოდ არის ბევრი რომლებიც ან შემაღასე მარხულობენ ამ დღეებში. შემოიცოდეთ ესე. ბევრი არ შემაღასე არიან მარხულობენ ამ დღეებში. ჩვენ კიდევ დამატებით ჩვენში იცოდნენ ეს საქართველოში ამ დღეებში თიგონ ხაცოთ ყვებოდნენ. ბევრი ყვებოდა თიგონ ხაცოთ. ვინც არ ყვებოდა თაერთო წლის განმავლობაში ამ დღეებში იმძიმებდა და დაწყებული 17 თამუზიდან ტიშყაბეაბამდე ჩვენ გითხულობთ რა თქმა უნდა, ყველა გითხულობს აკეთებს ამ თიგონ ხაცოთს. როშ ხოდეში არ გითხულობენ თიგონ ხაცოთ, რო იცოდეთ მაინც, ისეთ გაინტერესებთ, ეს ალახა ასეთი ალახა არის და ამას ცნობისთვის ვამბობ, რომ მეტად რომ ხალხმა იცოდეს რა და როგორ და რაფერ.
ასე რომ ამ დღებთან დაკავშირებით ბევრი დინები არის, რა თქმა უნდა, რომელიც მძიმე არის ეს დღები ისრაელის შვილისთვის და ყველა ვალდებული ვართ, ისაც შეგვიძლია რომ უნდა ვიმარხულოთ, ჩავატაროთ ღმერთმა ყველა შეგვაძლებინოს. არის ბევრი ეზეებიან ამ დღეებში, ამ ტიშყაბეების დღეს, რო იცოდეთ, ტიშყაბეების დღეს. ეზეებიან საფლავებზე გადასვლას. აქ ისრაელში მიღებული არის ეს მეტად. საქართველოში იმდენად არ იყო ეს მიღებული. მოდი სიმართლე ვთქვათ. თუმცა თოსფოთ მოყავს ეს, გამოვაჩინე პირდაპირ თოსფოთი, ასეთ ტაღანიჩი არის, თოსფოთ მოყავს ეს აზრი, ეს რომ ამიტომაც არისო, რომ მიცვალებულები საფლავებზე გადიანო, მოყავს იქ ქალებენი იფუნე საფლავებზე გადასვლა, რო ილოცავენ რაგელიმების დროს. და ამიტომაც არიანო, გადადიანო ტიშყაბეებში, გადადიანო საფლავებზე და როსვილობენო მიცვალებულებს გწენებენო. საქართველოში იყო ადგილები გადადიოდნენ, იყო ადგილები არ გადადიოდნენ, რო იცოდეთ ეს და ხოლო ეს უკვე მინაგებზეა დამოკიდებული. ხვილის ძალებაც აკრძალული არის ამ დღეებში, უკვე როშხოდეშიდან დაწყებული ლაპარაკობ. შაბათი უნდა დაიყენოთ, როგორც ყოველ შაბათი იყენებთ სიმღერით, ცეკვა თამაშით, სიმხიარულით, ნამდვილად ღვინით, ხორცით, ყველაფრით, არაფერი არ უნდა დაიკლოთ შაბათ. რო იცოდეთ ეს. თუმცა ყოველ როშხოდეშავში არის მახლოკეთი მოსკიმებში, როშხოდეშავიდან იწყება, ესე იგი როშხოდეშავის საღამოს უკვე აკრძალული არის ხორცი თუ მარტო რომ გადის როშხოდეში, მაშინ იგზალება ხორცი. ამიტომ ამას ვამბობ რომ იწერება ეს გაკვეთილი და მოვალწილებს არ არის ყოველთვის ასეთი როგორც ახლა წრეულ და ამისათვის ვამბობ რომ იცოდეთ ზოგჯერ როშხოდეში ხდება არაშაბათ ხო? და რო იცოდეთ მამავლისთვის. ამაში ორი აზრია. საქართველოში ორნაირი მინანგი იყო ჩვენ ხალხში. არის ზოგი როშხოდეში ჭამდნენ ხორცს, სამდენი ღვინოს და ნაროშხოდეში მიწყებოდა მარხვის პროცესი, იყო ადგილები როშხოდეში დასაწყისიდან უკვე იგზავნებდნენ ყველაფერს. არის ზალმა გამოაჩინა კაბალაში, განთქმული არის რომ როშხოდეშიდან დაწყებული აღარ არის უფლება ჭამის, ხორცის, ჭამის და ღვინის დალების. ლაპარაკობ უბრალო წელიწად, ყოველ წელიწად, აბიჩნი წელიწად, როცა რომ შაბათში არ ვარდება როშხოდეში. ელოაღამეს როშხოდეშმა გაიარა, შაბათმა ჩაიარა, ყველაფერმა და აბდალას უსააკეთებთ, აბდალას. როგორ ვაკეთებთ აბდალას ღვინოს სვამ თუ არა? თუ არის პატარა ბავშვი იქ, რომელიც შესვამს იმ ღვინოდან მოსვავს პატარას, უკეთესია, უნდა იყოს ბავშვი, რომელმაც იცის, რას ნიშნავს აბდალა. ესე იგი რა სულ პატარა ბავშვი 2 წლის და 3-4 წლის. ლაპარაკობ 6-7 წლის ბავშვი, 8 წლის ბავშვი, რომელმაც იცის რას ნიშნავს მარხვა, რას ნიშნავს ტიშყაბეები, შაბათი, რას ნიშნავს შეიძლება დალება თუ არ შეიძლება დალება, რო ეს ის ოდნათი და ამას რომ პატარად მოასმევინეთ უკვე საგმანისია და არ არის საჭირო ღვინის დალევა. თუ პატარა ბავშვმა მოსვა. თუ არ აქვს არავინ პატარა ბავშვი მომსმელი, ვინო რომ მოსვას, მოსვით პატარადი ცოტათი ღვინო და всё, აღარ დალიოთ, არ გააგზავნოთ ხა დიდი ჭიქები რო ვიცით, ხანწევი დალევა კიდუშის თუ აბდალის და მაინც რადგანაც ვახსენეთ ეს დღეები, მოდი ასე დავიწყე შესავალი. სალხინოდ გადაგვიქციოს გამჩერმა ღმერთმა, გემემეცხადებინოს ყოველთვის სალხინო ალახოთები და დინები ამენ. პარაშა არის პარაშათ მატოთ ვაიდაბერ მოშერა შეამატოთ ლიბნე ისრაელე მორთემა პარაშის ნედარინ უშвоოთ ნედერი და პიცები კაცმა რაღაცა წამოთქვი გამოგივიდა პირიდან ვალდებულობა დაიღე შენ თავზე ან სიარმით გაარმე რაიმე ამის ალახოთები არის პარაშაში და მე ახლა ცოტათი ოდნათი რა თქმა უნდა ალახოთებს ვერ შევეხები ძირფესვიანად იმიტომ ეს არის დიდი ზღვა, ამაზეა გემარაში, თალმუდში დაწერილი 2 მასეხეთი. 3 მასეხეთი პროსტორად, 3. ნედარინ, შევუყოთ და ნაზირ. 3 მასეხეთი არის, რომელიც მოდის ამ პირიდან გამოტანის სიტუაციასთან დაკავშირებით, როგორი არის და რაფერ არის და როდის არის და როდის შეიძლება და როდის არა. ალახოთ კაშოთ. ხოლოდ რამბამ გადავალზე სეფერ შალემ, სეფერ აფლა. სეფერ აფლა 14 წიგნია რამბამ ალახაზე დაწერილი, ხო? ნაშინ, ამაში აფლა არის თლიანად გამოყოფილი, რაც რომ კაც პირიდან გამოთქმული სიტყვა აქვს. და როგორ უნდა შეასრულოს მის სიტყვა და სიტყვის ფასი რა არის? ამაზე მოდის თლიანი წიგნი სამად გაყოფილია ნედარიმ, შევუყოთ ნეზირут, შალოშ ალახოთ, კაშოთ მეოთ. ხლა ამასაც დავიწყებდი, მოდი ასე დავიწყებდი მოშე რაბენუ ამ ალახოთებს ისრაელის შვილ გადაცემს 40 წლის დასასრულში. ესე იგი, რასაც ახლა ჩვენ ამ შაბათ ვკითხულობთ, ეს არის
მე-40 წლის ბოლოში გასწავლებული. მთელი თორა მოშემ გაასწავლა ჩააბარა თელსა ისრაელოს თავიდან ბოლომდე, ატიდო თავიდანვე. მიიღენ სინაის მთაზე, ყიკარიმები, ფესვები, ალახოთების, დინების, ყველაფერი სინაიზე მოახსენა ისრაელს. მერე კი იქ დარჩენენ, დიდი ხანი იყვნენ კადეში ამ ადგილს და იქ ჩააბარა მოშე რაბენუ მთლიანად დიდბარ სინაიში კადეში. ჩააბარა მთლიანად ელი თორა. ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ რამოდენ სხვადასხვა ლიბრატორებში, ცოტათი პატარათი, შევეხე და ავხსენი, როგორ იყო სედერი თორის გადაცემის. მოშემ სინაის მთაზე ჩავიბარეთ 40 დღეში ელი თორა. არა როგორც ზოგი ფიქრობს, რომ სინაის ჩავიბარეთ მარტო 10 ცნება. არავით არის ხასვე შალომ თელი თორა ჩაბარებული მოშეს აკადოშ ბარუხუდან სინაის მთაზე იმ 40 დღეში როცა იქ ბრძანდებოდა. გამჩენი რო ეცხადება საისრაელოს, ეცხადება მათ ანოხია შემელოკიხა. იქ არის 620 ბუკვა ზუსტად ასერეთ ადიმროჩი, რომელიც ედრება პარალელურად ზე კენეგედ ზე ერთ-ერთზე თითო ბუკვა არის გამასწავლებელი ერთი მიცვის დავალების თორაში, რომელ თორაშიც არის 613 მიცვა, დაუმატა რაბებმა 7 კიდევ დამატებით, რომელიცაა გარემეზებული ბოლოს სიტყვებში ყასერეთა დებაროჩი აშერ ლერეყახა. იქ არის 7 ბუკვა და იქ არის გარემეზებული ეს 7 ალახოთები, რაც რომ რაბებმა დაგვიმატენ. შემდეგში ეს არის მერე თაობებში, ეს არის ხანუკის სანთლები, ფურუმი, ალელი და ესენი όλი ტილათია და იმოპირუბი, ესენი ყველაფერი დამატებულები რაც რომ არის, ყველაფერია გარემეზებული იქ იმ სიტყვებში, რომელიც არის ორი სიტყვა, 7 ბუკვა. შერლერეყახა, შევაოთიოთ, ჩასმულია შიგნით, ეს ყველა ალახოთები, ესეც სხვა ადგილზე გავაფირუშეთ კიდევ ჩვენ. მაშა სადამე კიდევ გამომდინარე თელი თორა მოშემ 40 დღეში რაც მიიღო მოშემ სინაის მთაზე 10 ცნებაში თელი თორის რემეზები 613 მიცვების 40 დღეში ეს 613 მიცვა ისრაელს შეასწავლა სულ და მერე დაიწყო მოშემ გაშიფრა და გაპირუშება ამ ყველაფრის ამ 40 წელიწადში რაცა იმყოფებოდნენ დაბნოში. მარტო ერთი ალახა 613-დან ერთი დინი უმძიმესი საკითხი ყველა ლედერი და ფიცი გამოტანილი პირიდან შენი სიტყვის პატრონი უნდა იყო ადამიანო ყველა იოცები ფივიაყასე ყველა გამოსული სიტყვა მის პირისაგან დავალება თუ სიარმე ადამიანო შეასრულე და დააყენე ეს ჩაბარდა მოშეს 40 წლის ბოლოში როცა არონი უკვე აღარ ძლდებოდა არონი აღარ იყო უკვე ეს როცა მოშე მიიღო არონა ქოენი აღარ იყო მოშე რაბენუს გაუჩნდა ამ პარაშასთან დაკავშირებით სანამ ამ პარაშას ავსნიდე ამ დავალებებთან დაკავშირებით რომელი დავალებებიც არის კაცი რომელიც რომ გამოიტანს სიტყვას პირიდანაო იშკიდორ ნედერა შემ ვინც რომ ნედერს გამჩენის წინაშე ნედრა თითყვისო ან ფიცი დაიფიცებაო სიარმეს გაიარმებს ზედა სულ სამისა თავის სიტყვა იმ ადამიანმა არ აიგდოსო ან თეხალელ ედევარეხა ო ან თაფხოტო ლეხულინ ედევარეხა სიხასიდან ნუ ჩამოიყვანო ჩამოაგდე შენ სიტყვას ფასი მიეცი შენ სიტყვას რასაც რომ იტყვი გამოიტან პირიდან ქენი შენ კაცის დინებია კაცმა ნედერი თქვა რაღაცა სიარვენ დაიდვა მის თავზე გადაწყვეტილება მიიღო შეასრულე ვერ მოდის ქალის დინები ქალი რომელიც რომ ქმართან არის ოჯახში ცხოვრობენ ერთად და ქალმა თუ ისეთი ნედერით ფიცით თავის თავზე აიღო რომელიც რომ ოჯახურ ცხოვრებას ეხება ხელი ეშლება ცხოვრებას თქვა ამ ქალმა მაგალითად მე საჭმელ აღარ გავაკეთებ
იმიღია ჩემ თავზე. შენ რო ამას ამბობ, ქალბატონო, ქმარი ყავს. შენ რო არ გინდა ჭამა, შენ მარხვაში გინდა იყო ამ კაცმა რა დაგიშავა. ხო ყავს კიდე ვიღაცა ოჯახში. ან კუნამ შენი ოხელე ფეროთ. ხილს არ ჭამ. ქართულად ანათქვამი, ქართულად. ერთი კაცის ჭამაში ცოდვარი. შენ არ ჭამეს რო გიყურებს. შენ რო ხარ ასე ამჯერი და მოკუტული და უხასიათო, ამარაფერ უნდა ჭამოს. ეს ოჯახის პროცესი, სედერ, სიმხიარულეს, წყობას ანგრევს, ამხობს. აქ უფლება ქმარს, მე არ მომწონს შენ ნედერი, შენ ვარ ჩუტაფები. ერთმანეთ უნდა გაუგოთ. მე ისეთ რამეს არ ვიტყვი, რაც შენ არ მეგეწონება. შენ სნუიტყვი ისეთ, რომელსაც მე მიშლის ხელს. და აქ უფლება ქმარს, თუ მოისმინა, თუ არ მოწონს, რომ თხრას ქალბატონო, მხოლოდ მეს გამიუქმებია. როგორც ნედერი გაქვს ადამიანი და რაბისთან მოდიხარ, რაბისთან. და რაბის სიტყვი რაბიო ნედერი მაქვს და მე არ შემიძლია ნედერის გაკეთებაო და შესრულებაო და აბა მამიძებნეთ რაღაცა გამოსავალიო. ამაზე მეტი ძალა ქმარ. რაბი შეუძლია იქიდან მოწყვიტოს ნედერი, იმ წუთში მოჭრას. ხო, არის ნედერი სიტყვა ნათქვამი, აქამდე სანამ რაბისთან მოხვედი ეს არსებობდა, რაბისთან მოსვლა მოჭრი ამას, დამტარდა. ქმარის გაუქმებამ ძირფესვიანა შეუძლია რომ ამოგიჩოს. თუ ვინ არაფერია ნათქვამი. ბედია, ქმარი ბალ მეგას გაის. გემრა დაადგინა. არის ნედარიმში, ხლოგედია გემრაში, მაგრამ მეტი დადგენილი აზრია. მეგას გაიზიანი. ამიტომ კაცმა თუ ნედერი თქვა, თავის დინები წერია. ქალმა თუ ნედერი თქვა, სიალახოდ მიწერია და თუ აპოტროფოსობა მაქვს მე შვილებზე, ბავშვებზე, გოგოები, ჩემო ოჯახში ძდებიან ბავშვები, ბატარეები და რაღაცა სიტყვიან, ამის დინები როგორ არის? ვიშაკი დიდო ნედერ, ნაყარა, ბებეტაბია, ბინყურეა. მოდის ამის სალახოთების შემდეგში, მერე ამის პროცესი. ესე იგი, პარაშა განაწილებულია ძალიან დალაგებულად. კაცის თავის თავზე სიარმეს მიიღებს, ქალმა თავის თავზე სიარმე მიიღო და ბავშვმა, გოგონამ ოჯახში რაღაცა თქვა და თავის თავზე მიიღო და შობელს არ მეეწონა. შეუძლია იმასაც, რომ თლიანად ძირფესვიანა შვილის ნათქვამი გაუქმოს. და თუ არის მეოთხე ალახა მოდის მერე, თუ იმ პერიოდში არის ის გოგონა, როცა უკვე ის დანიშნულია. აღვიდი? არ არის ჯერ დაქორწილებული. შობელ აქ უფლება თუ ქმარს საქმაროს. ჯერ ქმარი არ არის ბოლომდე. ამას ქვია ნარა მეორესეთ, ნარა მეორასა. ამაზე არის პირდაპირი ფერეკი მასანდარიში, ბოლოში. ესე იგი ამაზეა გაწყობილი თელი პარაშა. არ ბალახოთ, ოთხი ალახა. არის. მაინც სრობისთვის ხალხ გავაცანი პატარათი ოდნათი ფერადი აგებული რომ ცოტა ხალხმა არ საკითხულობ, რო გითხულობ საბერძნობაში. მაგრამ აქ შეკითხვები არის რამოდენი. პირველი შეკითხვა კი ვთქვი რომ დავიწყე შესავალში რომ ეს პარაშა ბოლოში 40 წლის ბოლოში ეძრება მოშეს. მოშემ თავისთავად შეეკითხა. აქამდე რატო არ მომცა გამჩერმა ესეო? აქამდე რატო არ დავავედრე ისრაელში დავავალე? იცოდეთ კაცი ვინ სიტყვის ნედერს, სიტყვას ფასი გააჩნია. თქვენ პირიდან გამოსულს გაუთხილდით, ნუ იტყვი, თუ იტყვი, შეასრულე. ამაზე. რატო? რა მიზეზით? რატო ბოლოში, 40 წლის ბოლოში? მოშე რაბენუმ აქ ნახა ზნაკი გამჩენიდან. მეო გამჩენმაო დამაწერაო ჩემ ძმარუნთან ერთათაო, გეზერა. რადგანაც რომ თქვენ იმის ნაცვლად რომ უნდა გელაპარაკნათ კლდესთან. დაწყლები უნდა გამოსულიყო კლდისაგან. თქვენ ჯოხით სებეთ ლაპარაკის ნაცვლად. ჩემი სახელი არ დახასეთ მეტად უნდა დახასებული ხო. მე მოდი თქვათ, დავარყამ ახლა ამ კედელი, წყალი გამოვა. ამაზე დახასება რა გინდა თქვი? შენ ამიშულობა ლაპარაკით გამოვა წყალი თუ დარტყმით გამოვა წყალი. მაგრამ შედარებით იმ თაობასთან, ისე თაობა იყო, ისე სწავლულები იყვნენ ესებით, სასწავლებით იმ თაობაში მოშეს დარტყმა უკვე ჯოხი დარტყმა შეჩოვილები იყვნენ. უკვე ყველაფერი ჯოხებით მოდისო. შემოვიდა ეგვიპტეშიო, ფარყოს ელაპარაკებაო, ჯოხით დაარყა პოლზე, გადაიწყა ნახაშად, მერეს გააკეთა ჯოხით, წყალზე დაარტყა, ასე მოხდა.
ხალხი შეჩვი ამ ჯოხ და ჯოხი აღარ უნდა თუ აღარ არის მოდაში გამჩენი უნდა მამა თუ ისედრები გააკეთეთო სიახლე შემოიტანეთო გააკვირეთ ხალხიო ლაპარაკით არა ჯოხით არა ინსტრუმენტებით ლაპარაკით ესე იმ თაობაში უკვე ჭირდებოდა მეტი სხვა ეტაპი ამას თქვია დააწერა თორემ რადგანაც არ დაახასა ჩემი სახელი ისრაელის მართლით ისრაელის თვალსაო ამიტომ ვერ ეგირსებითო ვერ დაახასებ ჩემ სახელსა ვერეთ შემოსვლითაო ვერ შემოყარდერეთში აი ეს არის მიზეზი რატო არ შემოვიდნენ ხოდაიზა ხარონა მოშე რაბენო კიო ბეო დააწერა არონსაო და მოშე საო ლახენა ლახენია შემოყა ფიცი לא תביאו את הרמזה ורשמו יוונט ורמיוונט דם ג'מעת ארץ שיו ראיזה חמושם פיצי רוטשם זה דהרון זה הרתתו לא תביאו תכוון הרתת ורשי יוונטו שזה יכול אבל יורי וזהו ארוני אבזנדאו מרדו בדרת שיו אגב, נדרים מסלחות המשיע, נדר שבטל מקצתו, בטל כולו. תו נדר צודתי גאו כמתה, גאו כמבולי יכול לומדה. תוארי הלכה, נדר שבטל מקצתו, בטל כולו. נדר אומר יצרום, נחברת, גאו כמבוליה. תליאנת, גאו כמבוליה. אמר משה רבנו, משהו נאו, נדרי גאו כמבוליה, נחברתו, שמזמן מוקדאו. ჩვენი გეზერა იყო ერთად არ შევიდოდი ერეთშიო და ეს შემყოლია მიცვალებულია უკვე. ნიგე, თუ ის აბზანდაო, შესაძლებელია რომ ჩემზე აღარ არის გეზერაო და ულაანი ბარեց ნიხნას შეიძლება შევიდე ერეთშიო, გამოიყენა მოშე რაბენო თავის სასარგებლოდ ფარაშა ნედარიმი. რამიც ამოშესა მის გაგება რომ ეს ფარაშა შესაძლებელი იყო რომ ეხმარა და თვითონ თავის ტიუნებში, თხოვნებში, ლოცვებში შემიყვანე გამჩენო, მამეც საშუალება მიმიღე. რატო იხმარა ეს? თუ არა და რატომ ამცა გამჩენმაო ბოლოში 40 წლის ბოლოში ეს ალახაო რატო შემოინახა გამჩენმაო თუ შემონახულია გამჩენის ნაკმაძლებს შეგიძლია შვილო ილოცო აი ულოცინებო გამჩენო მაცოცხლე დაიწყო კიდე მოშემუქრე ლოცვები ხვეწნები გამჩენთან მეორე კიდე მაგ ნახული სახაცა მიდრაში თუ არ ვწედი რაბინოდანაიმშიც მოყავს ესე თავის სეფერში თიფერეთ იონათანში თუ არ ვწდები საკითხული მაქვს ბავშვობაში. ვალი რო ზოხები დიუკავან, ასე მახსოვს, თუ არა მაქვს რაღაცა მისეფარინებში. რაბი იონათანებში დაწერებში. ეუნება გამჩენა სიცილყვებით. გამჩენო ყორვის ბატონო შენ ფიცი გაკნა თქვამი გამოტანილი პირიდანაო და შენი ფიცი მე მოშემაგიშვი გამოგიყვანე იმ ფიციდანაო Rapici? David Madasera. Asher nishbarti beapi im yebun el menuchati. Rari menucha. Menucha זה בית המקדש. אלא מנוחה ואל הנחלה. צלב ספרי, אלא מנוחה זה בית המקדש. דוד פיצה, שמיריסחית צלב סגם שני. רונט כהן. чем менухაში დასასვენებელში ჩემო ჯახს არ გაღირსებთ ეს უდაბნოში როცა გამჩენთან შეცოდნენ ვაინასუოთი ზეკესერ ფეღამინ ათჯერ გამოცადენ გამჩენი და გამჩენს კი არ მოусმინენ დაიფიცა გამჩემა რისხვის დროს აშერნიშ ბახტი ბეაფი მეო დავიფიცეო თქვენ უკვე განუჩი ახლა დაგიწყებთ უდაბნოდანაო ბეთი არის ბაბელი ალეფი არის ედომი ფეიარი პარასი იუდია იავანი ხო გეწერა თქვენეო გალუიოთებიო მიცრაელი და ეს ოთხიო აშენიშბართი ბეაფი რაც შევფიცე რომ ეს გალუთი მოხდებაო ეხლა დავიწყებ უკეო არ შევიყვანთ ერეთშიო ვინ იყო ამ ფიციდან რა გამჩენი გამოუშვა შერაბენო რად გამოშინდა ილოცა გამჩენთან შეაძახა გამჩენმა მოშეს אחר שנשברתי מי אפר רופצי דאו דבי עם צ'ם דפיצוס וין גאו קמרס וין מושליס וינה משפס נגלידן פיצי דנאו דד גם מושם דד איזכה מה אני תקווי יכול גם צ'ני רוץ רביסטן מיכול דה רביו אמישו נגלידנאו גם צ'ן מושסטן מודיסדה משה ושלס גם צ'ן נגלידן פיצי דן
შენ გესმის რომ ხელა რაღაცაა განა ხლა მეორე ჯერ გამჩენს მოახსენებს მოშე შენ პიცი დადები ერთხელ აგიშვიო კიდე ერთი პიცი გაქვს დადებული და ახლაც მინდა რომ აგიშვაო პიცი მაგო დადებული მე რო არ შევალე რეცებრები ვიხსებიო მინდა აგიშვახო ისინა კიდე გაგკითხო ათარად შემუყოთ თუ მაშვინ ისრაელზე იყო ვერ დამადლიანდებიან ერეთს ხავდა ქონდა საშუალება ემეშვაო აგერაო მოშე ვერ დამადლიანდება ერეთს მინდა რომ აგიშვამეო გამჩენი უნება იქ შეგეძლო ეგეშვა ამას ვეღარ ამშვებო რატო და ეს შენ გიხება პირადად სხვას რაც ეხება შეგიძლია მაგრამ ერ ხაბუშ მათი რაც მომიბედა ასური საპატიმროდან პატიმარი თავის თავს ვერ უშველის სხვა უნდა გიშველოს გარედანაო შენ თავს ვერ დაიქცე მოშე ესე იგი ფარაშათ მატოთი ნედერების და ფიცების და ნედრის აშვების დინებიც მოიხმარა მოშე თავის სასარგებლოდ პატიუნიმშელო როდგან გამჩნდა ლოცინოს მაცოცხლეტო თხოვსაკადოშუ ბარუხუს არონი აღარ არის ნედერში ბატელ ქულო ბატელ მიხსათო ბატელ ქულო თუ გაუქმდა ნახევრად ნედერი ზიარად გაუქმებულია ასე შავს გაუქმდა ნახევრად მაგალითად მე მაგ აგერ შოტის და ვამბო მე სიარმეში მიმიღია ჩემ თავზე რომ ამ შოტის პურს არ შევჭამ მოვიდა ვიღაცა შიერმა კაცმა ნატეხი მოდეხა და ჭამა მე მაგ უფლება რომ ჭამო გეიპური რატო ჩემი ნედერი იყო შოტზე თლიანზე მე თქვი არ ჭამ ამას აღარ არის ამას მოჭრილია ნახევრად იგანა ნაწილი წავიდა ნედერ შებატელ მიქსათო ბატელ ქულო თქვენ ვერ აღირსები ვერ შეიყვანთ ერეთში აღარა ვარ თქვენ აღარა ვართ ვარ ერთი აღარ არის თქვენ ხარ შენ აღარ არის თქვენობა არის შენობა შენ ერთი კაცი გაუქმდა თქვენ აღარ არის ორი გაუქმდა ნედერი შემიყვანე არ მიიღო გამჩენა მე ცალკე მაგ პიცი ნათქვამიო ცალკე შენზე ცალკე შენს მასეო ზელონი კრა ამას არ ქვია ნედერ შებატელ მიქცათო გაუქმდა ნახევრად არა ერთ პიცი რომ თქვა კი ბატონო ლო მეორე შენ რო იმას ამბობ რომ დაგიხსენი ერთხელ გამოგიყვანე პიციდან ხალხს გამოგიყვანო სხვებზე რო იყო პიცი გამომიყვანდი შენ რო გეხება ვერ არის შენ თავს აი შესავალი გავაკეთე მაინც რომ მაინც პატარათი ოდნათი მარტო ის კი არ არის ეგანა მშრალი ამან თქვა იმანი ლაპარაკა მიიღო სიარმე ხლა მოდის ფარაშას ავსი მარტო სამი სიტყვით არ ვიდარ ძალიან ზრო შევიდე და მოკლედ ვიტყვი არის ნედერი და არის შემუყა არის პიცი რა არის განსხვავება ზოგი ამბობს ზოგჯერ ნედრად მიმიღია ჩემ თავზე ამაღამ არ დავიძინებო ამას არ ქვია ნედერი რატო რატო არ ქვია ნედერი ეს ხალხმა არ იცის მე პროსტო ხლა გიხსენთ მე რაღაცა რომელიც თალმუდიდან არის რასაც ხლა მიგეუბნებთ ალახაშია შულხან არუხში ხო დედარიმში ვინც სწავლობს ღმათ იცის რასაც ვლაპარაკო მაგრამ მე ჯერა რომ ჩვენი ჯამაათი ღმათ დამკვირებლებია და მინდა რომ ისწავლოთ ჯამაათმა რომ ვიცოდეთ მართლა რა განსრითი განსხვავდება სიტყვა ნედერი და შემუყა პიცი ვიტყვი მე ხა მაგამ არ დავიძინებ ეს ნედერია თუ პიცია პიცი რატო ლამაზე რო ნედერ დაიმახსოვრეთ რასაც ვამბობ ნედერ თამიძე ბეხევცა შუაზე ბაგავრა ნედერები ყოველთვის ინსტრუმენტებზეა იცოდეთ მშრალზე გამხმარზე რამეზე არსებულ რამეზე სტოლი სკამი თმუნა სურათი გაიგე ტელევიზორი მაშინა ამ ეს ყველაფერი ნედერო თქვა აკრძალულია ჩემთვის ამ მაშინაში ფეხის ჩადგმა აკრძალულია ნედერი ქვია ამას კი ასარტი
ავიგზალე ჩემ თავზე ის სურათ გადავაქციე მაშინა. ესე იგი როგორც ასურია ჩემ twin ესე იგი კადოში შამა თერუმოთ მაგასროთ ან კორბანოთების შამა რომელიც ბეთამიგდაში მოდიოდა ვამბო იმნაირია ჩემთვის ეს რომ ის არის აკრძალული ესეც აკრძალულია ზებახევცა ინსტრუმენტი ხდება ჩემთვის აკრძალული მაგრამ რასაც ჩემ თავზე ვღებულო რომელიც მატერიალური არის ძილი მატერიალური არ არის აერი მატერიალური არ არის ყნოსა ქოლადი ვარი მამნე რაღაცებ ყველაფერი გვია ფიცები დამი ფიცნი არ წავალ იერუსალიმში ფიციად ახლა ნედერი არ არსებობს ნედრობა ამაზე იმიტომ ნედერია რო თქვა ამ დამი ნედერი მithქვია რომ აკრძალულია ჩემთვის ეგზა შტოდიდან იერუსალიმამდე მაშინ არის ნედერი რო ავიგზალე ეს გზაზე ამ გზაზე სიარული იგზა გავარმე სიარმეში შევიყვანე ის გზა ის სურად გადავაქციე ინსტრუმენტ შელი სურ ახშემიზა რომ დავაბიჯო მაგრამ რასაც შენ თავზე ვღებულო ადამიანი სული ყველაფერი სულზე რაც არის არ ყლოსამ არ დავიძინებ სულ თქვა შევწყვიტა სეკუნდით სიტყვაზე ლაპარაკო ეს ყველაფერი რაც რომ არ არის მატერიალური ყველაფერი ქვია შევუყოთ ფიცები ადამიანი რასაც თავის თავზე ღებულოს არის ფიცები რაც რომ ინსტრუმენტად აქცევს სიარმის ინსტრუმენტად ამას ქვია ნედერები თუ მე ვქვი შემოვიტან სალოცავში პასუხი ვიყიდე 100 მანათი ვინდა მადიანდებით სამუხბასუ კასი 50 200 ვიყიდე შევიძინე 500-ად ახლა ფიციც არის მე ცედაკა უნდა გავიტანო ხოლო რადგანაც ცედაკაზეა ლაპარაკი ნუ პასუხი ცედაკა თითვლება ცედაკა აიცოდეთ ყველა მყიდველებო ის პასუხი ყიდულობთ ეს ცედაკებში გეთვლებათ ხო არის ყველა ვალდებული ცედაკა გაიტანო 10% შემოსავლიდან რაც მოგცა გამჩენა 100 მანათი 10 მანათი 1000 100 მილიონი 100000 10% შენ რომ მიგაქ და აიღებ და ცედაკაში გაიტან იმ შენ ნაშრომს ეს იქნება თალმუთორაში პასუხის ყიდვაში გაჭირებულია ობოლი თეფილინი უყიდე ციციტი დაასაჩუქრე მადლებში რასაც გააკეთებ გაიტან ყველაფერი ცედაკა თვლება არა განსხვავება არა არ არის აუცილებელი მაგრამ აი 10% აიღო და მაგალითად ცედაკაში გაიტანო და კიდე დამატებით ვერ მადლები გააკეთო შენ ჯიბიდან არა ხარვადებული ხოლო თუ მოგაკ ვაი იმას ვინც ამბობს წვილა და არ მოაკ არის ზოგიერთები წლობით მდულობენ პასუხები და დღევანდამდე ქაღალდებში წერია ლოცვაში წერია ამას ამდენი მოსატანი იმას ამდენი მოსატანი არ მოაკ ამიტომია დამხობილი ლოცვა შემოსავალი არ არის საწყლები ჯამაგირები არ აქვე ნაკლებად გასუფრდება ნაკლებად მოვლა და მე კორონა იყო ახლა წრეული ვაფშე განადგურებულია ყველაფერი და რამდენი სალოცავია წაქცეული რეფუა შეიძლება მოგცეს გამჩენა სულიერ და ფიზიკური წამე ხოლო ეს არის არ გინდა არ მოიტანო არ იყიდო მაგრამ შენ რო ყიდულობ და შენი სახელი წერება სამაგიეროდ სხვა მარიყიდა ხო მამტანმა იმას თუ მაინც მეგეცა საშუალება ეს იყიდნა ის მაინც მოიტანდა არ შენ მოგაგდა არც გინდა რომ სხვა მოიტანოს გიგავიგი ძალიან ცუდია და ხდება ასეთი სამწუხაროდ და ლოცვები ყველა შავ დღეში არიან უნდა ნახო კი ვაგო რაბი ვარ მე რეკავს ქვეყანა თუ სალოცავში ხეშვანი და კისლავის მასკორატები ხლა არიგებენ ზოგ სალოცავში რომელიც სად არის გასულია 7-8 თვის წინათ არის გასული ეს თვეები ხო და ახლა რიგდება არა ქვედა რა მიცემ საწყლე რა ისი კითხე იმ საწყალი ხაზანი ხახამი თუ ვინც არის შამაში თუ ვიღაცა რა შამდა რა სვამ საწყალი რო არა ჩაგდებულია ქვენაპირი რა მოიგო რა თქვა ვის უთხრა ვის შეჩივლონ და ამ დღეშია ყველა თელი ნუ გამჩინა ყველას რეფუა მიცეს ამენ ხოლო დარუცულებო უკეთესია ნედერი არ თქვა არ იყიდო უკეთესია ვიდრე ამბობ და არ მოგაკ და მე რა ხდება გამჩენი სად არის რატო არ მეხმარება გამჩენი არავინ და გეუბნებით აგერ ღიად არ გაასამართლოთ გამჩენი არავინმა ყველამ ჩვენ გულებს ჩამიხედოთ სადავართ არასწორად გამჩენთან
და ყველა გავიგებთ ყველაფერი. სიტყვას რა მომბობ ნათქვამი გაქვს, შენ შესრულებული გაქვს შენი ნედერი. რომელი ზოგიერთი ნედერები გასძლევს, ელეკეხეს ეძებს. რა ნედერი მაქვს, რაბი მითხარი და მიხედე, მითხარი ციგარა. რამდენი უნდა გითხრა, უთვინო. ნედერი გაქვს. გაიგე რომ ნედერი გაქვს. გზდევს ცოდო. ისი, შენ თვითონ ჩაიგდე საკეში და ნახავ. ყველა ნათქვამი გამჩნდა შესრულებული გაქვს, კი დაფტრებზე არის. 7 წლის ნახიდი პასუხები დაფტრებზე გიწერია. ცუდია, ძალიან ცუდი ამბავია. მოკლედ, რას ვამბობდი? ადამიანო, თუ შენ პირი და სიტყვა გამოგაქვს, ამას ქვია ფიცი, მაგრამ ცედაკასთან დაკავშირებით მეტია. გაუთხით ესე ნედერიც არის და ცოტა შემოყაცარი. მაქანა შედის ორივე ელემენტი. ამას წერავს დიდი დავით ამელეხი და ამბობს მია ყალები არადონაი უმიაკუ ბინკონ კოჩო ვინავამ თასა გამჩენისას დავინდა დგება შინა ადგილსა ხასამისა ნეკი ხაფაი ვინც რომ არის სუბტანებების პატრონი უბარალებავ ვინც რომ არის სუბტა ჭიშმარიტი გურის პატრონი აშელონასა ლაშაბრებში რომ ჩემი სახელი წვილად არ გამოუტანია ფიცები ან ნედერები აუსროლია წვილად რაც თქვა შეასრულო ის ამოაჩენთ ასე ის დამადლიანდება სიკეთეს მასზე ლაშავ ლო შეკერ ველო ემეთ ლაშეთებოდ ლაშავ ლო ნასა ლაშავ ნასა ნუნ შინ ალეფ ნუნ ნედერ შინ შებუყა ალეფ ისარ იშაბაღ შებუყა ლესორ ისარ ალაფშო მინდორ ნედერ იშაბაღ შებუყა ლესორ ისარა ჩასვა დავით ამელეხმა ყველაფერი ესენი ერდაიგივე თელითორი საკაური პარაშა ჩაგისვათ ერთ სიტყვაში აშერ ლონასა ლაშავ შესნაც საკითხული აქანა იყო ჩემს სახლთან ახლოს ზურგიმენში აშდოდში რავი ხახამ შელომო ბოდერაშვილი ცხოვრობდა სოხუმის რავი აქანა ცხოვრობდა მამა ჩემ ასწავლიდა ბავშვობაში პაპას ასწავლიდა სოხუმში მაგან ასწავლა პაპას თარგუმი თავსირად თორა წაკითხვა დერეშით ბარა ელოჰიმ და შამაიმ და არეჩინა პირველად გააჩინა ყველმა იმცები და იგი დედამიწა სიტყვები თავსირი მოდის საქართველოში ეს მოდის 26 საუკუნე 2006 წელი და მამა შვილს ასწავლიდა შვილი შვილს და რაბებიდან მოდის წინაპრებიდან ესე ასე გადმოგვცენ ასე ვისწავლე მეც მამა ჩემიდან გამჭერმა დღები და წლები გაუგზელო სამენ სად არის ასეთი ხალხი და ხამშელო ცხოვრობდა და ერთხელ მისმა ბიჭმა შემიყვანა ზალმენმა შემიყვანა მაგის სახლში ახანა პატარა სახლივით ჰქონდა იქანა მინიანები ლოცვილობდა მაგასთან თავის სახლში ჩამოდიოდნენ მეზობლები და ლოცვილობდნენ უცა სიბერეში იყო მაგ ლოცვილობდნენ და ერთი ძველი თორა გადავშა თორები ნახე ძველი თორები ქვეყანა გადავშალე ერთი თორა და წავიკითხა შელონასა პარაშად ის იყო ზუსტად ნედარი მარტოდ მასხე და შელონასა ლაშანავში და ნასა ნედერ შემოღა ისარ იქ წავიკითხა და ინტერპრეტაცია ერთი 20 წლის ამბავი დაახლოებით ხალხი გულწრებული ყავ მაშინ ისტორიები საწავიდა არ ვიცი შევეკითხე მის ოჯახის წევრებს დაიგიაკენ წაიღენო დაფანტენო რამხელა საუნჯე იყო ეზორვაფშიც ჰქონდა თაკანა ხალსიმონის ლოცვაზე ხალსიმონი ჩაღაშვილის ლოცვაზე ჰქონდათ ძველი თორები მოდიოდი ხანდახან მართლა ჯდებოდი და სიამოვნობდა მარტო გადაფურცლა და დასუნვა ჩვენი რაბები რა თორებში სწავლობდნენ იქანა მაგ ნახული შელოტო ჩუოდა ხიეზერ შელოტო ჩუოდა ნოდაბიუდა არბათატურინ ყველა იყო ხუმ ძალიან ნახმარი წამოღებული საქართველოსდან და ჩვენ დღეს შემოვდივარ მაგის აროცებში და არც თორა არ არის სად არის თორები თქვა და სხვათა შორის ერთ თორა რომ გადავშალეთ სურათი ნახე ხახამ იაკო დავარაშვილის ახალგაზრდობის ხახამ ხაინთან ახალგაზრდობის სურათი თორაში იდგა შიგნი და არ მოკიდე ხელი ვაიჩემთვი არ მოკიდე ხელი ითორები სურათი ყველაფერაც იყო ისე წაუღია და დაუმარხია და ასე თუ იმეს გაქვეს არში თქვენი წინაპრების თორები წაკითხულები
ეს არის დიდი განძები, შეინახეთ ეს ყველაფერი. აი, ბრუნდებით ემას. მოშე რაბინო ეუნება საისრაელოს ზე ადავარა შერცივა ადონაი ეს არის იგი საუბარიო რომელიც რომ დაგავედრათ გამჩენმა მაღლიდანაო კაცმა თუ გაკვეთე ნედერი წინაშე გამჩენსაო ან თუ დაიფიცე ფიცითაო სიარმით გაიარვე რაიმე შენ სულზეო შენი სიტყვები არა იგდო შენი სიტყვები არ გაუქმო რასაც რომ გამოიტან პირისაგან იგრეთ გააკეთეო ქეხოლ აიოცემი ფი იაყასე ზანებს გემარა მასახეთ კეთუბოჩი 77%-ზე არის რიბიუშო ბარლება ებრძანდებოდა უდიდესი პიროვნება ხო? ცნობილია ელეონაბის ყველა პარაკებოდა ხო არის ცნობილი მაგით რომ ამხანაგობდა კი არ ელაპარაკებოდა მარტო ერებოდნენ ერთად რომ ეჭირდებოდა არ შევალეხათ გემარაში რამდენიმე მიწერია ამრაბიძე და სხვადასხვის ზანდებოდა ერთი იმ ადამიანებიდან რომლებიც ცოცხლად შევიდნენ განყიდენში 60-ში ცოცხლად ფიზიკურად ტანით შესული კაცი რიბიუშობადება ამაზეა გემარაში მოყვანილი ასეთი რაღაცა დაამხანაგებული იყო რაბი ამანტყოფ ხალხთან აია ხავერ ვემელამედ თორა ბალე რათანი არის დაკეთრუანებული ხალხი მძიმე ავანტყოფი ხალხი ლეაბდი დღესე კორონა ხო არის ავანტყოფობა სოფლიოში რა ხდება და რა ამბავია ლოალეხი კიდე იკურთხოს გამჩენო 1000 ჯერ ვამბობდა მithქვია ამ პატარა კუნძულ გამომარჯოს გამჩენა ბიჭო რა ფერ ვარ გამჩენინა შენახულე მეტად კიდე სოფლიოსთან შედარება არ არის ბარუხ ჰაშემ ამ პატარა ისრაელში კაცო სოფლიოდან მოდის ხმები რამხელარეულობა აგერ ავანტყოფი აგერ კუდარი აგერ ესე ლოალე გადაწყელოალე რაბი ამ ხანაგობს ძალიან მძიმე ავანტყოფ ხალხთან გემარამ დაადგინა ხლა ამ ავანტყოფობას არ გავაგზავნებ რაზე რა არის ეს რათანი ხოლოდ ტვინის ანთება იმნაირად რომ უკვე გარედაც გადმოსხულია ტანზე შეხეულია და ვინც ამ ადამიანებსთან დაჯდებოდა სიახლოვეში ხელის მოკიდვით ან სივრცეში ახლოს სიახლოვეში ჯდობით სარაგდებოდნენ რაბიუშო ბარლევაი დაიძახა არ მეშინია მეო მე გამჩენ უყურებო მარტო გამჩინის მეშინიაო ისე იყო თორაზე მიკრული ამ ხალხსა მევასწავლე თორასა ჩვენ გამედავდა მათ ასწავლებას რომელი რაბი დაჯდებოდა და ასწავლიდა ამათ როცა ამანტყოფი ხალხი იყვნენ კვდებოდა ხალხი ისეთი ამანტყოფობა ჰქონდათ არ ეშინოდა ჯდებოდა და ასწავლიდა სწავლობდა თორას მოვიდა მისი გადაცვალების დღე გამჩენი ავალებს ანგელოს ეუნება სიკვდილის ანგელოს ჩადიო რაბი იოშუა ბარლევაისთანავ და რასაც მოგთხოვსო ბოლო მისი მოთხოვნა შეუსრულა მოდის ანგელოზი გებეცხადა რაბი იოშუა ბარლევაის შალომ ალეჰემ რაბი ალეჰემ შალომ შილო ისე ლაპარაკობდნენ ანგელოზებთან სიკვდილის ანგელოზი და სიცოცხლის ანგელოზი მაგათი მერდაიგივიო ანგელოზი გამჩენს დანიშნულია უყურებდნენ როგორც ანგელოზი მალახი შალიახი გამოგზავნილი მოციქული რა მოგიყვანა ჩემთანაო და სამწუხაროთაო შენი სული მაქვს ჩასაბარეველიო კი ბატონო სათვარო დავალებული ვარო რასაც მოითხოვსო გადაცვალების წინეთაო შეუსრულეთო მანახეთო ჩემი ადგილი განყედენშიო 60-ში ტებ ჩემ ოჯახს ჩემ ჯამათს ქალაქ ლუჩი ცხოვრობდა ჩემ სივსეს ამ ხელა კაილას
სად მივდივარ მაინც მანახეთო ჯერ მანახეთ და მერე გეტყვი ვარ თანახმას თუ არა ვარ თანახმასო შენზე თუ დამოკიდებულიო თუ გამჩენი გეუნებაო რაბიმ რასაც მოგთხოვ შეუსრულეთო ჩემი სახლი მანახეთო მომავალიო გენაცვალა ჩემი თავიო მოგიდა ხელი და იარებიან გზაზე დაინახა რაბიო შუა ბარლევაინ ხმალი უკავია ამ ანგელოს ხელში სიგდრის ანგელოს ხმალი უკავია და ვინც უყურებს ამ ხმალ ჯერ ხმალის ნახვით ყუდებიან გზაში ვარდებიან ლოალეღა მწიწილები და ზოგიერთ შიშიდან ვარდებიან მიიყვანა გარყედელში ეგერარიო თქვენი ბინა თქვენი კორპუსი დასასახლებელი ვერ უყურებ თვალში კარგათაო ახლოსში შემიყვანე ახლოსშიო მიგიყვანო გალავანამდეო გალავანზე დაგსვამო და მეტი არ შემიძლიაო კი ბატონო დასვა გალავანზე დაიხედა გადახედა გამოხედა ეუბნება ანგელო ძალიან მომწონსო კაი ადგილი არის და ჩახდა შიგნით და ხმალი უკავია ხმალი მალახმაბეთის ხმალი ამ ანგელოს ხმალი ხო წაართვა ამიცი ეს ხმალი დავიკე ხილშიო და რაზი ნახო რა ფერა ატრიალებ მარჯვენა მარცხენასაო და ამ ხმალით რო ატრიალებ და აფრიალებ და მარჯვენა მარცხენასკენ ელეკეხეს ხაკეთიკი ჩახდა შიგნით და თეთა ანგელოს ეუბნები ვერ შემოვარ შიგნითაო გამოდიკარა დაუჩქარა არა ვარ მომსულილიო დაიბიცა დამიფიცნიაო ჩემ ცხოვრებაში არ დამიფიცნიაო და დღეს აგერ პირველად ვიფიცებო და გეუნები ფიცითაო მე აქედან გამოსული აღარ ვარ გამჩეთან იგიზი ანგელოს გამჩენო ყოლმის ბატონო გადაწყვიტე ამის ანახაო გამყედენ შახტა გაცოცხალი ადამიანია ძალით გამოვიყვანო თუ რა ვქნა მითხრა ალი გამოიყვანე თქვენეო გაუშვიო ანგელოზე ვინც არიანო გამყედენზე დავალებულებიო ხო არის მიხელა მალახები ესენი კაცო ქვეყანა ბედნიერი შეიყვანე გამოუშვი გარე ჩამაბარეთო ჩემი საკლავიო ჩემი პარასა ეს არისო მე ამაზე მუშაობო გამჩენმა ბრძანება გასა გაშიფრეთო მისი დაფტრებიო იმიშობალება ისიო თუ როდისმე რაბიო შუა ბარლევა ინსპირიდან სიტყვა გამოტანილიო და მისი სიტყვა შეუსრულებიაო მის ნედერზე ნათქვამზე გადამლელი იყო მიცი ფიცის გამაუქმებელი ბრძანდებოდა არა შემსრულებელიო ჩქარა გამოიყვანეთო და თუ როდისმე არასოდეს გადამლელი არ ყოფილა ფიცზე სიტყვაზე ნედერზე ისარზე სიარმეზე დატევეთ მაქანა და ცოცხალი იყოს განმაში გაიშიფრა მისი დაფტრები მის ღერში ფიცი არ ქონია ნათქვამი რომელიც არ შეუსრულებია არ ქონია სანამ გამჩნდა დატევეთ მაქანაო და დარჩა განყედელში და იმ სიაშია ჩაწერილი რომლებიც ცოცხლად დამადლიანდნენ განყედელში ყოფნას და სიცოცხლეს სეგიმარა ფაშიმები ბრძანებენ თორცები მარშაწერავს ადგილზე თორცები წები არ გადამიხედია მარშაზე სიმართლე ხალხ ასე მახსოვს მარშაში რომ გადახედესო რაბიო შუა ბალევაის ფიცებზეო და ფიცი ვერ უნახესო რომელიც არ შეუსრულებიაო რომელი ფიცი არა ვარაგიო ის რომ შეარიგო დამფიცველი რაბიო შუა ბალევაიო მაგრამ ყველა ადამიანიო რო იბადება ამ ქვეყნად სანამ გამოდის დედის გვამიდან ფიცდებს გამჩენთან ანგელოზი ადებინებს რომელიც ხარში ინედიც მარშში შვილო თეიცადიკ ვერტირაშა ვიღავი ცადიკი ნუ იქნები რაშაღი ფიცდებს კოლბერეხ ლეხათი ხრახ ხოლაშონ ნაშბიხი ფიცი ბელაინაი ფიცება გამჩენდა იქნები ცადიკი რამდენი ასრულებს ამას ხედავთ აგია იეიშალომი როცა არის თქვი შენა ბავშვი რო იბადება იეიბედორო ქიშნოელ პარასი აზახებენ იქნეს რომ ისტავებაში რო შემოილი ან შემოილი იქნება და ჩვენი ბრალი სადარი შემოილი ვინერ ბიჭებს სადარია სადებადებიან შემოელანები რომ მზადდებოდა სადარი კაცო რა
ჩვენ ყველას როცა მაინც კიდეს გასენი პირი და 20 ადამიანი ბავშვი დაბადებული. კაი გამოვა, სხვანაირი გამოვა, მილიციის არა ჩვენ მაინც დასაწყის ცხოვრების დაწყებიდან კაი მიშებრახები ჩევკმასავთ. გავაყოლებთ. ედნიერად. ერთი ფიცი არ თქვიაო, დაბადებიდან რაც დადვაო. დედის გვამშიო, ვიქნები წადიკიო. უცოდო წავიდა ეკაცი პოლმიდანაო. ესე იგი ზრობით ცოდო რო გეკეთებინა არ გაუკეთებია. რატომ მომხსიცი? ხლა ზოგი შემეკითხება, აგერ გემარასწერე 4 იყვნენ უცოდო წავიდნენ პოლმიდანაო. და ვერა მოშო უცოდო წავიდა. ესე იგი შეწერა კიდე მე-5 ეცრა მიშობალებაი, იმიტომ ამბო. ესე იგი ზრობით ცოდო გეკეთებინა არ გაუკეთებია. შოგეგი შეიძლება გაუკეთებია. და იმ 4 წერია არაფერი ცოდო გაუკეთებიათო, ლო შოგეგ ველომესით. ზაიდერ. ხერ, სიტყვები რომ ჩვენ ზომავთ. უდები ძალიან კარგად, ყველა სიტყვას რო ადამიანმა ჩავწვდეს და ამიტომ ამბობ, რომ მას ისმენენ მასწავლი ხალხიც, სწავლელიც, ხანაირიც, ამნაირიც და ყველა მიიღოს თავის დოზით, რასაც ვამბობთ, რომ რაბი იოშო ბარდევაი უცოდო წავიდა მყოლმიდან არ ქონია ცოდო მეზიდით. ესე იგი იცოდე კაცმა რომ ცოდოს ვაკეთებ და გავაკეთებ მაინც. ესე გამჩენის სიტყვები გადავიარო გამჩენის თქვამზე, ნაბრძანებზე, ავიგდო გამჩენის თორის ბრძანება, არავითარ არ ყოფილა ასეთი. ხლა შეგიოთ მიავინ. დავითმა დასწერა, ხო? 34-ში. შეცდომებსაო გამჩენო, ვინ დაუგვირდებაო, ყველა ადამიანი შეიძლება მოუხდეს შეცდომა, მაგრამ 4 უცოდოთ ვაფშე არ ცდობით, 4 ვინც არის სიაში. ხო? ამრამი, შაი, ბინიამინი, ლევი, ხო? არის 4 მოყალი ზოარში. არის გემარა ბატრა, ჩვენდები წელი. სხვანაირად წერია, ცოტა არ აქვს მნიშვნელობა. 4 სია მაინცა 4-ია. არ არის 5. ლელე, ზიარბა. იშომრი მორიდიმეთზე, მახრისიმეთზე, მნიშვნელობა არ აქვს ახლა. მაგრამ ამ შემთხვევაში ასე. დატევერი მშობალება შიგნით განყენენში. დაიძახდა ელიავანაბი დალალობდა და ამბობდა პანუმაკომ ლებარლევაი სხვადასხვა ჩვენი რაბები საქართველოში როცა ახსენებდნენ რიბიოშუა ბარლევინს არ ამბობდნენ ბარლევის ამბობდნენ ბარლევაი ყოველთვის დაგვირებული ვარ ხამიაკო დავარაშვილი პაპადან მამაჩემიდან სუღერა ვინც მასოს რაბები რო ახსენებდნენ რაბიოშუა ბელევი ამბობდნენ რიბიოშუა ბარლევაი ყოველთვის მაგრამ გემარაში იქანა კეთუბოჩი ასე წერია დალალობდა ელიაუ ფანუმაკომ ლებარლევაი დაცალეთ ადგილი დაცალეთ გზები ბარლევაი შემოდის ოხაზიარებაო დიდი კაცი მოგზანდა ჩვენთანავ და ახლა იქნება ალბათ როგორც ამ ყოლამზე ხა გაკვეთილი დარდება გაკვეთილი და ქვეყანა ხალხი მოდის 500-600 კაცი და ყველას უნდა შემოსვლა ცვაში და დაჯეს ადგილები დაიკავონ იმ ყოლამსაც ამბავი ყოფილა ნეშამოთების სულები ერთმანეთ ეწებებიან დღეს გაკვეთილი არის ვიში უყარ ბარიო ჰაისიე დღეს გაკვეთილი მიმართია მენა ჰარაშ ვინ დაჭდება წინ ვინ უკან ვინ პირველი აიგე და ის დალალობს ელიავანაბი მოდიარე კულა პანუმაკომ ახალი ნეშამა ამოვიდა დაბლიდანაო გადოლი გედოლადორი თაობის დიდი რაბი ბარლევაი დაცალეთ ადგილებიო დაუცალეთ გზები და გაატარეთ ეს რაბიო სხვადასხვა ორი რაბი ბრძანდებოდა თალმუდში ამორაიმებში ეწერათ სიაში ამორაიმების სიაში ეწერათ თალმუდ ხოლოდ ქონდათ ზალა ლეიტვაკეახ თანაიმები კამათებოდნენ ორი არის ცნობილი ერთი ბრძანდებოდა რավ თანაუფალი იმანამ დაწერა რავო როგორც ემორაში ითვლება ემორაიმებშიო თანაიმებში ცდებაო და მათი მეგობარი ბრძანდებოდაო და შეუძლია ეკამათოს თანაიმებსაო აიგე ყველა რაბიზე ვერ იყენ ხალხის მაგალითად თქვენ დაუგაში რომ ამ ხელა დიდად მორედი დრაბები კამათებოდაო ყველაზე ვერ იყენ ამას ყველა ვერ ეკამათება ყველას არის ზოგი ნანას შიოშებალი გაბე ანაკ არის ზოგიერთი პატარა ლილიპუტი სპეციალურად ესეც რო ეკამათოს ვიღაცა დიდ გადოლადორ რატო ისე მოდიდეს ამითი ან მოდიდება და ან გაისრისება საწყალი ერთი ოშუასია სად არის რა ღირსებით თავის თორით რომ მოდიოდეს კაცი ცოდნით და იმან გაბედოს
ამხელა გედოლადურებთან კამათი ალახაში რაბ თანაუფალი ასე ვნახეთ რაბი იოხანანზე რაბი იოხანან ორ ადგილზე ვნახეთ თანაუფალი ასე ვნახე რაბი უშობალევაიზე მასედო კაცინშია ბოლოში მიშტაში მოყვანილი ებორაც ბრძანდებოდა თანაც ბრძანდებოდა ესამი იყო მიდი არა ორი ცნობილია ერთი არ არის ცნობილი იმდენად რაბი უშობალევაი მესამე არის რომელიც ბეროდაი ამორაიმებში ციტულებოდა თანაიმებში ციტულებოდა მაგარი არის ბიუშობალევაი შემოდის ლეონადი დაგალოს დაუცალეთ შემოყავს ერი ბიუშობალევაი შემოიარა ყველა რაბების ეშიბებში შემოიყვანენ რივიში უღონ ბარიოხაინს ეშიბაში ეკითხება რივიოშუა ყამნაირ სიტყვებით შენახარ ბარლევაი ევარო შენახარო ყოლამი შენზე რო ლაპარაკობსო ევარო ნირატა კეშეთ ბეამეხა შენ დღეებშიო ცისარტყელა გამოჩენილა ყოლამზეო კიო აბა ჩემთან არ ახარ გის რო შემოყვიდეო გაბზანდი გარეთაო ჩემი ეშიბაში ვერ შემოხარ შენიო ცისარტყელა რა იყო ცისარტყელა სიმბოლი თაობა რო გაფუჭებული თაობა როცა გაფუჭებულია ცისარტყელა ჩანს ეუნება ნოახ აკადოშ ბარუხუ კიდევ მინდა რომ გამოიყვანა თუ გულიმ მივაო სოფლიოზეო ეთ კაშტი ნათათი ბეხანან ცისარტყელასა ჩემსა ჩამისვია ცისარტყელა ჩემი შიგნით ხურბლში ჩასმული იქნებაო გამოგიჩნდებათ და დაინახავთ რომ ჩემი ხურვება გულმოსულობა სოფლიოზეო ცისარტყელას რო ხედავთ სოდეთ სუდიან ჩანს რომ გამჩენი გულმოსულია სოფლიოზე ამიტომ არ არის კარგი ყურებაც და არ არის კარგი თითი ჩვენა ცისარტყელა ეგ უყურეთ ჩვენ შეცოდნენ ვასკულავებსაც არ უყურებდით რო იცოდეთ ჩვენ რო ბავშვები ვიყავ მახსოვს კარგად გვეუბნებოდნენ ჩვენ ეგ ვაშინებდნენ მეჭეჭები მიგზდებათო მეჭეჭებიო მართლა ვასკულავები არ დაითვალოთ ვასკულავებიო არ შეხედოდო ვასკულავებსაო მეჭეჭები გემიგზდებათო იცისო ვასკულავებსაო სიმართლე თუ გინდა გეტყვი აგერ მე ყოველთვის შევეკითხა ბავშვობაში მშობლები რა არის მე ასეა თქმულება არის თქმულება იყო და რატო დაუკვირდი ჩემთან მე გეუბნებით აგერ სინამდვილეში არაფერი მეჭეჭების ამამზდელი არ არის ვასკულავების დათვლა გეუბნებით ხოლო რა ჩვენ ისეთ ვაშორებდნენ ჩვენი მშობლები წინაპრები მაღლაყურებას ცისარტყელა რო არ გვენახათ ცისარტყელას ნახვა სუდია ეს კი სამრამეს არ უყურებენ დადგინა გემარა ხო არის მას მიგილაში უნდა იყოს 26% 25% წერია იქნება გემარაში ქოენი ხერევ გაშლისო ხელებსაო რატო არ ქოენები ხერევ გაშლიან ჯამათ ლოცავი გადაფარებულია სისიკე ხელებზე რო არავის შეხედოს მის ხელებს ნიე ალახაში ძირითადად არის ალახა ქოენ ბალმუ ლოისაკაფა ქოენ მაგალითად თითი თოაკლია არ გაშალოს ხელები რატო და როცა რაღაც აკლია თითი აკლია რაღაცა ვერ არის კარგად ჯამთელა ტანში რაღაც ფეხზე რაღაც ტანზე ყურებას უწყებენ რომ ბაღნებიო დადგებიან ასე უცქირებენ გაიგე არ დაუწყონო ყურებაოს ესაკლია ვერ არის კარგად საწყალ მაგინჯია პკოტრობს და ამის ყურებაში ვაი თუ ხელებზე შეხედენო ალახა არის ამიტომ არის დღეს რო გადაფარებული აქვე ხელებზე აღარ არის შიში რო შეხედოს ვინმე ხელებზე ბაია გამბალმუ ხასელოეც ვამუთალო ლალო ზელო ბაია აღარ არის ალახა მინო ძირითადი რატოა აგზალული ვაი ძველად იცოდნენ უსიციტოთ დალოცვა ჯაბათს ასე ხელი გაშლილი რო ცხობდნენ და ვაი თუ შეხედა ვინმეო და არ დაზარალდესო მეორე რა არის ცისარტყელას ყურება არ არის კარგი გიმანამ დადგინა მესამე რა არის რაშაკ ადამიანის შეხედვა რაშაკი ადამიანი ცოდობრალიანი რომელიც გადამრელია თეთორაზე რო დაუჯდები გვერდში არ შეხედვა რა ვთქი ხო აი ჩვენ რა გავაკეთოთ ახლა აღარ ველაპარაკოთ ადამიანები გამაგიდინე მართლა ისე თაობა წამოვიდა ისე თაობა
ისეთი უბედური თაობა წამოვიდა დღესე. მაგ კი არა ცისარტყელას ფერები დროშად იხმარა გიჟებმა. გარყვნილებმა, გაფუჭებულმა ხალხმა. იგორ თხოსმერთო შემისახელი, რომელიც არის სიმბოლი გამჩენის გულმოსულობის, სიმბოლი სემელ של חרון אף השם. სიხმარეს ზუსტად თავიანთ თავზე მოწმეთ. აი, ჩვენზე არის გამჩენი გულმოსულობა. მარტა მაგაცია. მაგათმა მოიტანა ყოლამზე წარზუნა რო იყო ნოახის დროს წყლები მაბული ყოლამი ლოალეჰამ. მაგათ არ მინდახრო რომ გავსნაფე. მართლა მინდა მე შინია რო თქვა. ისე გაფუჭებულია ქვეყანა. ისე გაოხრებულია ქვეყანა. რა გამოიწვია კორონა გამჩენმა იცის. მართლა მოდის დარტყმაზე. სოფიო ვერ წყმარდება კაცო. ყოველ დღე რაღაც ახლა კიდე ახალი ვარიანტი ცოდობრალიანი, ინდუიკას უსახიან, ინდოეთი და ჩმოტანილი ვარიანტი ცოდობრალი. აღარ წყმარდება ქვეყანა გამჩენ ამჯავრებენ ყოველ დღე. მიდი ნახე რა ამბავია საქართველოში. მე ვიღაცა ელჩი ყოფილა გიდან ჩასულ ისრაელიდან, ვიღაცა გირონი თუ სატანი გვია რა ვიცი სატანა, ურევს იქაურობას, რა ამბავია ლოალა. გამოდის ამ დროშით, ამ გიჟების დროშით, ლატაბების დროშით და ისრაელის დროშით და ჩვენ მეტად ხალხგონია ეკაურო გონია, ჩვენ ისრაელში სხვა საქმე არ აქვს. და ამ გარყვნილმა და გაფუჭებულმა ხალხმა გადაასხვაფერა ქვეყანა. ეუნება დიდი შიმონ ბარიოხა ეკითხება. ბარნევა ეს მოდი დირექტორს დავუბრუნდეთ. ნირატაკ შეტვეია მეხამ. შეკითხვა დაუსვა. შენ დღეებში ცისარტყელა თუ გამოჩნდა ქვეყანაზე დაო. კიო! გადი გარეთ ჩემთან ვერ ეხლისები შემოსვლასა. ცისარტყელა სიმბოლი გამჩენს გულმოსულობის. შენ თუ დიდი რამე მძანდებიო, რაფერ მოხდა შენ თაობაში ასეთი უბედურობაო. შენ თუ ასეთი დიდი ჭიშმარიტი მძანდებიო, შენმა მანდლებმა შენი თაობა რაფერ არ დაიწყო. შენ თაობაში გამოჩნდა ცისარტყელაო? ბერძნულ ძველნაწერებში წაკითხული მაქვს და ეს ცნობილი არის ბუნებაშიც. რო აიღო შენ ეხლა მზე არის ხო გარეთ მზე. წყალი რო აიღო წყალი. ჭიქა წყალი. რო ატრიალო მზეში ცისარტყელა გამოჩნდება. მართალი ვარ თუ არა? რამდენჯერ გვინახია ჩვენ წყალი დასხმულია ასფალტზე. ხო და იგანა ცისარტყელასნაირი ფერები რატო წყალმა იცის? ზედა წყალი ერთმანეთს როცა ედება გამოჩნდება კეშეთი. ეს კეშეთი ნახონ? გამაგებინე ვერ გავიგე. თუ ცისარტყელა ეს ბუნებაშია ჩასმული და არის წყალი და მზე ერთმანეთს როცა რაღაცნაირად ესე ერთმანეთს მზე ურტყავს თავის სხივებით გამოჩნდება ხო ცისარტყელა მაშინ რა ნიშანი ყოფილა ეს თუ ბუნება არის იმის შემდეგ რა ნიშანია რომ ცისარტყელა გამოჩნდა ცუდი არისო და თაობა ყოფილა გადასწორებულიო და რა ნიშანია ეს გამაგებინე ვერ ვიგე პროსტო ეს ბუნება შედაროც ვირო არ შეგესვა ბუნებაში და არ მოხდებოდა და თუ არის ბუნება როდის ვიცით როდის არის ბუნება და როდის არის გულმოსულობა თუ სხვა რაღაცა ხდება ვარ მართლა მაგარი შეკითხვა სეფერი კარიმი არის სეფერ აკედაი კარიმი არის მაგერეც ხო ფილოსოფიური წიგნები თორემ ამაში წერამენ ამაზე ბევრ პარაშა ნოახზე ბევრ წერამენ ამაზე არის მე კიდე მაქვს სხვა გზები არ აქვს სხვა მნიშვნელობა მოდი რაც მაქვს წაკითხული რაბი მოშე ისრაელიში სახელით არამა მაგიდან ვიცით რომ სეფარბები აქვს დაზერილი მაფა შულხან არუხზე ხო არის დარქე მოშე ტურზე თელი არბა ტურიმზე დარქე მოშე ფირუში დაბლა თორათ აყოლა თორათ ხატათ სფარი მდოლი მაფასაკ თორათ ხატათი მაფასაკ სახში თორათ ხატათი ამ ხელა საქართველოს ჩამოტანილი აბა სწავლობდა რაბისთან რაბი ხან პენსიონდან და თორათ ხატათია ათორა იცი სეფერი კოლა ალახოთ შეჭხიტა თელი დილები ალახოთები შეხიტის ყველაფერი ძალიან ხმად გარკვეული მაგარი თორათ აყოლა სეფერ ყორბანოთების დილებია თორათ აყოლაში არ მესfari 33 თორა დაახიბურა ამრაბი 33 წელიწადი იცოცხლა და 33-ში აბზანდა ლაგბა ომერში. როიცოდეს. მაგერა ბძანდა.
რამდენი წლის იყო რაბათ რო დაინიშნა კრაკოვში 18 წლის მაგრამ რაბათ დანიშნეს აი მაგაზე დიდი ისტორიები არის მაგას რო ნიშნავდნენ რაბათ კანონი იყო ასეთი კანონი კრაკოვში თუ უნდა დაინიშნათ ებრაელების რაბი კრაკოვის ბიშოფი ეკლესიის წამყვანი ზე შახრეი ალკოლა თუ და აღარ ხო ხواني თავიანთი საგუდელო კომერი და ასეთი ხო არის ბიშოფი დიდი გადოლი მაგათი გადოლი ქალაქის კათედრის თავარი წამყვანი როგორც ქალაქის რაბი არსებობს ასეთი და უნდა ბიშოფ უნდა მეიღო რაბი დანიშნული რაბი ახალი და თუ ბიშოფს ნიშნავდნენ ახალ ისრაელების რაბის უნდა მეიღო ისე კაბოდი ქონდათ ერთმანეთის რელიგიებში დიდი კაბოდი საქართველოშიც იყო სხვადასხვა დიდი პატივცემა იყო იცოდე იგაცო აბა საპატრიარქოც საქართველოში დიდი პატივცემით ძველად უწინადეთ იცოდეთ თურმე ერთი ყოფილა მათი პატრიარქი აბრძანებული საქართველოს ერთმა დიდმა რაბიმ სიტყვით რო გამოვიდა რო იდარაშა მაგაზე და აქვე ჩაწერილი აქვს მაგე კი მე მითხრენ მაგე განამითხრებ საქართველოში რო აზერიო ეფრაიმი ყოფილა რაღაცა აბრძანებულა და მაგაზე გამოვიდა დიდმა რაბიმაო და ილაპარაკაო და წერია მაგათ ისტორიაში რომ ამ ხელა დიდმა რაბიმ დაახასიათა აბა დიდი პატივცემა ასე უნდა იყოს რელიგიებში პატივცემა უნდა იყოს აბა დღეს ეს ხელა უბედურობა არის საქართველოში ხო იცით ამ თელ ამ ხალხთან რასაც ვაპარაკო ლატაბი და რასაც ვაღეთ სოდობრალიანი დედა სინოყამორა და სებოიმია ზუსტად რაც იყო სინოყამორაში მიცრაიმში რაც იყო ძველად მიცრაიმში არ გაგიგირდე თორას წერიასე ქემახასერეც მიცრაიმ ოტარასო რა ქემახასერეც მიცრაიმ კაცი კაცს უწერამდა ქეთუბასაო ასე წერამ სიფრი ხალი ხალ უწერამდა ქეთუბასაო ვაიმე რატო რო დადგა დღეს რო დადგა დრო ზუსტად ბრუნდება ყველაფერი სი მაშინ სანამომზანდება ეგ არ ყრილობა სოფლიოს ეწერა და ამიტომ დაგიხსენს გამჩენა ერთი გარყვნილობა მოხდა წყლით გამჩენა წასილა ქვეყანა ერთხელ მოხდა ცეცხლით ხო გამჩენა ის როგორ წერია ხო და ხოზერია მაშინ მომზადებამ და ამტყობები გამოჩნდებაო და ამით გასუფთავდება ქვეყანა ლუარე ხო რა ხდება როგორი ხლა ამასთან დაკავშირებით იმას ვამბობდი ამ უბედურობასთანაც გაერთიანებულია ყველა სარწმუნოება მუსლიმანები ქრისტიანები და ებრაელები ჩვენც ყველანი აბა გავდივართ ერთი ხმით როგორც ეს აღძალულია ძალიან ცუდია ძალიან დიდი ცოდოცა ეს ხალხმა დაიცოდა საჯაროდ ვამბობ რაღაცა მიხელა დიდი ცოდო არის არ მინდა ახლა გავხსნა პირი ცუდზე და იმაზე მაგრამ თორაში რა წერია კარგად იცით ყველა პატივცემდნენ ბიშოპი რაბი ბიშოპთა ჩამოიყვანეს ახლა რაბი ჩამოდის აცხადებენ ბიშოპმა გაიგო ბიშოპმა მოითხოვა მეო რაბისაო მე მინდა პირველი მოწვევაო ჩემთანაო ოჯახში და გამოდი პატივცემით ფაიტონ ეტლი უნდა გაუგზავნო ხოლო რო დაინახა რაბი ჩამოსული 18 წლის იყო სული რაბი მოშე ისრაელში თქვენი მიგიდებთო მეო წვერიც არ ქონდა წვერიც უწვერო იყო ესე თავარი რაბიო კრაკოვის ქალაქისაო ამას რო ხედავ ამასაო ამ პატარასაო 18 წლის ბიჭსაო ვინც ყავს ყველანასარი ყველა ჯიბის ჩაისვას ეუნებიან მე ამჯერამ ამბავიო მე მინდა რომ არ გამოვიდა ამ ვიცოთო ისტორია კრაკოვის ისტორიაშია დაწერილი ერთი ამბავი დიდი ამბავი გაუგზავნეს ეტლი ამან ბიშოპმა გაუგზავნა ეტლი მიღებული იყო რაბის თავარაბის უგზავნიდან 6 ცხენი სამსამად მიმბული ცხენები ლამაზად თავის იმითი ლენტებით გამოწყობილები და ფალკონი ბედნიერი მოყვებოდა ჯარისკაცები რაღაცა და ამას გამოუგზავნეს ამ ახალგაზრდა რაბის რამას ახალგაზრდულ 2 ცხენი 2 ჯარისკაცი რა ამან ვარ თქვა მე კრაკოვის თავარი რაბი ვარ მე თუ მიგზანიანო როგორც რაბის უგზანიან გამამიგზანო ისე მაშინ იქნებთან ახალს წამოიდგა ხელა დაიზაღა ბიშოფმა ის ვიღაცა მაგარი დაღათიანი არის ხელა შეატყო ია დიდი ამბავი წერია მოკლედ ახლა თენი ისტორია 1000 ჯარისკაცია გარედან გერა 1000 სახელმწიფო დონეზე მიიღენ მაღალ დონეზე 18 წლის ბიჭი და დამჯდარი არიან უკვე ბიშოპი რაბი ყველანი ესენი ასე ირგვლი და დიდი ამბავი მიდის ლაპარაკი უბრალო ლაპარაკი და ჯარისკაცებით გამოვიდნენ დაიწყენ ჯარისკაცების ხო ის ახლა რამატკალი ვინც არის რამატკალი ჯარის უფროსი სახელები დაიწყო ხატივათ გოლანი ამეფაკედ
ბეხარარი ადეგი ბეხზე ადგა ბეხზე და აი მანაც ხამოდით ასე რაბის და ყველა ხო ესალმებია რაბის ამ ხელა რაბი 1000 ჯარისკაცია ბიჭო მოსული და დაყენებული და ყველა თავის სახელებით უძახიან და ყველა აგერვარ ყველა სულანი ხავოდით მიზნებით რაბის დაყენებიან ამაზე შენიანად სასწავლიან ბარ ეკითხება თამთარდა ყველაფერი ცერემონია და ეკითხება ბიშოფი რაბის თქვენო ბატონო რაბი ამობენო ჩვენი კაცი ზანდებით და რითი შეგიძლია რომ გამაკვირო რაც საქამდე არ მინახია არაფერი შემიძლია ნეირიო მაგრამ ერთ რამესო მე შემიძლია რომ ეს ყველა ჯარისკაცებიო როგორც მე მეთაყვანენო და პატივი მცენო პატივი ვაცემინო თქვენზეო ამას უნდა ბიშოპი უნება დაიწყო არი ბეხარ ხატივად გოლანი წამოდეგი ბეხზე ეთაყვანეო სახელები ზუსტად 1000 კაცი ვინც რო ჯარისკაცები ზრუნ შორა წაუკითხია მათ სახელები დაიმახსოვრა ყველა სახელები რაფერაც იმან წამოთქვა ასე და შუაში მეხუთაზე რომ მივიდა პირველად დათვლელმა შეჩერდა და რაღაცა სიტყვა თქვა ბოდიში ერწუთიო ბოდიში ერწუთი ესეც გაიმეორა ამან დაიგე ამ ხელა დაღათი ესე კომპიუტერი ქონია ტვინში ამ ხელა რაბი ყოფილა თქვი რაბი მოშე ისრაელიში ჯერ სახელია ისრაელიში საქართველოს ჯოც აბრამიჩ ლევის ბიჭი თუ იყო ლევი თუ ერქვა სახელად მამას ლევიჩ აბრამიჩ ისაკიჩ ეს მოდის ყველაფერი მადახიჩ სა მოდის ესე აშკენაზებიდან მოდის როიცო რაბი მოშე ისრაელიჩ მამას ისრაელი ერქვა სახელად და ისრაელიში აბა როიცოდეთ ესე რაბი მოშე ისრაელიჩ აბა აშკენაზური წყობა ლიტაიური ცხოვრება მოსკოვი ლიტა ლატვია რუსეთი საქართველო ერთი სიძე ერთი კუთხე ერთგივე ადგილიდან სერმოდის სახელებს ჩვენში სურე ქალებ რო უძახიან სური არის არა אבל რომობენ ამას ბეაგა იდიშით ვარ შომრიბეძე ბეხასიდით სურე სურე არა სერმოდის სახელი კიდე მოდის რამდენია ჩვენ ზალმანები თქვი ხლა კი არა დოროთ მამაშვილურად რამდენი მოგზებს ჩვენში იყო ესე იყვნენ დიდი თაობით მოგზებს ჩვენე აშკენაზებთან კავშირები რო იცოდეთ ესე სახალდაბადებული კი არ არის რომ ჩამოვიდა ხაბადი ლიტაიმები ვიღაც არაბები ხაფეცხაიმის თალმიდები სოლოვეიჩიკების თალმიდები და ამათმა გააფცელეთ საქართველოში ქოლინი ალახოჩენაში ლონახონ შეკერია თაობებით მოდის ესე არ შეგიძლიათ ეს საქართველოს მეეთვას შეიძლება ჩამოვიდა პულაში ვიღაცა ერთმა ზალმენმა ამარ ალჩულერმა ასწავლა იმაში ქუთაისში ხო შეიძლება ასწავლა რაბი შემოერის მამას ფანიკაშვილი მაგალითად მაგრამ ასწავლა 1 2 5 მაგრამ თელმა ჯამაატს თელ საქართველოში როგორ შეისწავლა ამათი კანონები არა ეს მოდის გვარიშვილობით მოდის ესე წინაპრებიდან მოდის ესე როცა მევადაი ბაშუთი არის მაგრამ ჩვენ არ მიპარებობს ჩამჯდარია ჩვენ ტანში ბევრ რაღაცა იგი ნაბარო ბევრ მისწავლეთ სეპარადებიდანაც არ ვამბობ ხო ჩვენშია სეპარადული ერთი მხარეც და სეპარადულის წაკითხვა სეპარადულად კითხულობ პროცესები სეპარადულად მოდის ამიტომ აქ შეიძლება თქვა არა ვართ აშკენაზები არა ვართ სეპარადები ჩვენ ვართ საქართველოს ჯამაათი ჩვენ კუთხი გვაქვს ჩვენ არ უნდა ვიყოთ კუდის ხვების როცა თავები ვართ ჩვენი თავის თავები ვართ ჩვენ რაში უნდა იყოს შენ კუდი ლომების როცა თავი ხარ ლომი ჩვენ თვითონ ხარ რაღაცას წარმოადგენ რაობაში ხარ რაღაცაში ხარ ჩასმული ხარ შენ პიდო შენი მარკა გაგაშნია შენი ქაბოდი და ვართ ქართველი ამაყი ჯამაათი ვართ რაბი მოშე ისრაელიში ხა პირუსში ვიტყვი ანგარ პირუსში მეუბნებით და დაიმახსოვრეთ ეს ჩემი სიტყვები რასაც გიმონებით კი არეუნება რიბიში უყალ ბარიოხაი რაბი იოშუა ბარლევაის რატო იყო ცისარტყელაო შენ თაობაშიო ამას არეუნება ეკითხება მირატა კეშეთ ბეიამეხა იამინიცებია შენ დღეებშიო გამოჩდაო ცისარტყელაო იმინა დღეებზე ლაბარაკი და გასულ დაგულისხმობ მართალია
როცა ჩამოდის წვიმა, ზე როცა ედება, ასვალზე შეგიძლიათ ნახოთ, ჭიქაში შეგიძლიათ წყალზე ნახოთ, აკოშკაზე ნახავთ ზოგჯერ, ცისარტყელა ფერებით, ხო, იხატება, ცაში იხატება, კი ბატონო, ეს პროსტო უბრალო რეაქცია არის, გამომდინარე წყალი და მზე და შუქი ერთმანეთ როცა ედება, ასე ხდება. მაგრამ თორა ბძანებს დაუკვირდით კირიათ შემახში, თუ ივლით გამჩენის გზაზე შვილებო, ვეაია იმ შამოაღთ იშმაღ, მოსმენით თუ მოусმენ გამჩენის დავალებასაო, დაწერია იქანა, შორის განა გაგზელება, ვენათად იგიშმეხენ ბეყითამ, ვენათენა არეციებულა, მოგცემო თქვენ წვიმასაო, თავის დროზეო, წვიმა ჩამოვა დროზე, ნაყოფი მიწიდან ამოიზდება დროზე, ამოფუზდება და მსოფლიო გამწყარიც იქნება. რას ნიშნავს წვიმა დროზე? ყველაფერი თავის დროებისა გამჩნდება. იცოდეთ, ყოველთვის გამრავლება რამესი კურთხება არ არის. რამდენჯერ ჩამოსულა წვიმა და ცუდი წვიმა ყოფილა. გამაგებინეთ. არ იყო რაღაცა იყო წყალდიდობა რომ მოხდა. რაღაცა იყო ეს რომელიც სახელმწიფოში შატაფოტა მამაი, შიბოლეთ მაინ, რა ქვია მაგას, აიფუნები. ამერიკაში ხო ხდება აიფუნები. სხვადასხვა ქალების სახელები ქვია, მარია, მური რაღაცა სახელები ქვეყანა ჩამოიურალეხე. ჩამოდის ბარბინან, სახლები წასილა. გაოხრა ყველაფერი ბარბინა, მოგაშოროს გამჩნდა. აი აქ ქონე შიტფონოთ. აი აბე თაილანდ, გასული დავიცნობ თაილანდში რა მოხდა. თაილანდში უცბად ოკეანუსი რო ამოვიდა ბიჭო ხალხზე. გამხელამბავი იყო. დახურა ყველაფერი, დაიხოცა ხალხი რო ალეხე. ყველა გამრავლება წყლის ბრაკა არ არის. მაგასაც კანონები გააჩნია, მოდი ჩამოდის წვიმა. ხელთუუშლის ხალხს გზები გადაიხურა, ხიდები ჩამოვარდა. ხალხი ავარიებში მოხდა, კვარტიროს გამჩენა. არ მოხდა რა? ხიდები რო ჩამოიმხო. წყლიდან, გამრავლებული წყლებიდან მოხდა. ელახის გზებზე არ მოხდა რა ისრაელში? მოხდა. საქართველოში არ მოხდა რა? წყლებში რო დაიხშენ ლოალეხემ, ჩაიგუდენ, ჩაიხშენ შიგნით, წყალდიდობა რომ მოხდა. მოხდა. აბა, ზოოპარკი რო აიმსო წყლით, რამბავი იყო? 2-3 წლის წინ თუ რაღაცა იყო. მახსოვს რომ ჩამოვიდა ამბები იქიდანაც. მოხდა. ამერიკაში არ მოხდა? მოხდა. ესე იგი, წყალსაც, წვიმის ჩამოსვლასაც კანონები გააჩნია. როდის არის ბარაქიანი, იცი? ბარაქიანია რო ჩამოდის მშვენიერად, კარგად და რო ჩამოდის იმ დროს ხალხი რო არ ეშლება ხელი. როდის არის მაგე? ნახეთ რა შეადგილზე იქანა. ვენათად იგიშმეხენ ბეყითამ, რარი ბეყითამ. ბელელე შაბათოთ, უბელელე იომ რევიყი. ესე იგი, მაშინ იყო მიღებული სამშაბათი დასვენების დღე იყო, დასვენების. ხალხი დასვენებული როცა იყო, კარგად ძინებდნენ დროზე ადრეანად. და იღამე 4 შაბათის გამთელებელი ღამე. ლელ რევიყი წინა ღამე 4 შაბათის წინა ღამე, ეს არის ღამე, რომელიც იყო ბარაქიანი წვიმის ჩამოსვლა. ან პარასკევი ღამე სახლებში რო არის ხალხი, კაინა ჭამი ნასვამი კი ეშმერა შაბათი რო იქრა, ნამღერები რო ხარ, დოლათიანად კარგად, გამზღარი, ფიცუხებით, სიკეთებით, ხილით, ხინარით, კურთხებებით. კაი ვიბრატორებით ყველაფრით და მე წამოწვებედნიერად, აინაფაში აკეთებ, შაბათ აინაფაში და ჩამოდის წვიმები, არავის არ ეშლება ხელი. მაშინ არიარება გზაზე, ყველაფერი გადაკეტილია, ბარუხ ჰაშემ, ხალხი დასვენებულია სახლებში, ნაკლებად მოძრაობა. ენ შუმ რაშ, შუმ ბაია, ჩამოდის წვიმა, თავისებურად, დამწყნარებულად, ამას ქვია გიშმებრახა. მაშინ არის კურთხებიანიო, იცი როდისაო, რო ჩამოდის იმ დროსაო ხალხი არ ეშლება ხელიო. და როდის არის მაგიო ღამესაო. დღიურათაო წვიმა თუ ჩამოდის არ არის კარგი ნიშანიო. გემრა დააგინა ეს. რაში ნახეთ გიძ რაში? ვენათად იგიშმეხენ ბეყითამ ბელელე შაბათოთ, უბელელე რევიყი, რაში სიტყვები არის გან ადგილზე. ესე იგი კურთხებიანი დღეები, როცა ხალხი სახლებში არის და ღამის არ გადიან, ღამეს რო ჩამოვაო, ამას გვია დამწყნარებული წვიმებიო. რო არავის არ ეშლება ხელიო. მაშა სადამე თუ წვიმა ღამეს ჩამოდის, არ მოხდება რომ ცისარტყელა გამოჩნდეს. ეიგე? ესე იგი დაუგედა ხმხრა ფირუში არის. ამას ეკითხება რაბი შიუყონ ბარიო ხაი რაბი შობალევაის. ნირათა კეშებიამე ხა? შენ დღეებში ცისარტყელა გამოჩენილაო? საჩით
თუ გამოჩნდა წვიმა ჩამოსულა შენ დღეებშიო წვიმაო წვიმა ჩამოსულა დღიურათაო არ ყოფილიყარ ღირსეული რაბი ან ცისარტყელაზე არ არის იმდენად როგორც წვიმის ჩამოსვლაზე თუ ჩამოდის წვიმა დღიურად ესე იგი არ ყოფილიყარ ღირსეული რაბიო ღირსეული რაბის ძალიან გააჩნია იმნაირი რომ შეუძლია გამჩენთან ილოცოს რომ მის თაობაში სიკეთე და ბედნიერება იყოსო არ მოხდესო ხალხის დასარალება დღიურად წვიმა ხანდახან აზარალებს ხალხსო რაფერარი რაბი შობალევაისია გებარაში მოყანილი ერთხელ რაბი შობალევაის არემარეში სამპარსაში 12 კილომეტრი 12 კილომეტრშიო ლომა დააზარალა ადამიანიო და გამოაცხადა რაბი შობალევაი თაღარი მარხვა ხალხი უნება ცუდი ამბავი არის ესო ჩვენ გითხებიან შენ რა გიღება მაგიო შენი გამოხდა 12 კილომეტრში მოხდა მაგიო ხლაშდოჩი ცხოვრობენ სიტუაციაზე ლაპარაკობ და იავნესში მოხდა რაღაცა იავნესში იავნე რა 8 კილომეტრი აქიდან იავნეს რაბი მინჯაოს იავნეს რაბი ხო ვიტყვი რას ამბობს ესე არაო მე მეხება მაგეცო მე ვარ ამ რაბი თაობის რაბიო ჩემ დროში მოხდა უბედურობაო საჩი არც მე არ ყოფილვარ კაი ადამიანი ეკითხება რიბიში ყოლბარიო ხაინ რიბიო შუაბარლევაის მირათა ეშებია მეხა თუ გამოჩნდა ცისარტყელა შენ დღეებში იმას ნიშნავს იმაც იყო შენ დღეებში არაღამი ჩამოდიოდა წვიმა მაგრამ ადღიურათაო სარი ფაქტორი ნიშანი რომ არ არის იშვებერახაო წვიმები კურთხევის არ არის მაგეო და შენ თაობაში არ უნდა მოხდარიყო მაგეო დაგინა გემარა მიქანა სინამდვილეშიო მართლა არ ჩამოსულა მის დღეებში არასოდესაო წვიმაო მაგრამ ისი თავდაბალი ბრძანდებოდაო მაინც არ გაბედა და არ თქვაო ესე გემარა შტატკენ გემარა ხეაფირუშია ფირუш სადახალწო რაბი მოშე ისრაელიშიც გადმოცემით შლაკადოშ მოყავს ესე შლაკადოში პარაშა დროში მაგანა მაქრახული ზმასუს მაინც შლაკადოში მოყავს ეს ამ ხელა დიდი ადამიანის ბეშემ რამა შამახტი სარსად არწერია ბეშემ რამა შამახტი რაბი მოშე ისრაელიშის სახელით მაგას მოსმენილიო ცივი იყო ესე შლაკადოში რაბი პინხას იშოროვიც ვაია ბენდორო კიმათ კარով მამაშ შენარამა ბიტიოსეფ ახლოს იყო იმ თავაში იყო მაშინ იყო დიდი რაბები წადებოდნენ დიდი გაონები იყვნენ რაბისერთ აიტრაცი დიდი რაბი შენდებოდა მარიბელევ გაონა ყოლა რაბი იოსეფელევი აკაკანა ყოლა სამაციფარი მაგ რაბი მოშე ისრაელიში ერთხელ უწერავს რაბი იოსეფ კაროს მიხტავ ეხად იშტო ერთი წერილი მიწერ მოწერა კონდათ რაღაცა საკითხზე და უწერავს იქან ასე უწერავს შენ ბრძანდებიო ამ თაობაში როგორც მოშე რაბენო მინდამადიანდებიჩ რა რაბები ბრძანდებოდნენ სოფლიოს ატრიალებდნენ ძმაო ხელა ნასწავლი ხალხი იყვნენ ამ ქვეყანაზე აი ამან ასე გაპირუშა და გამჩენი ეუნება ანგელოზე ნახეთო თუ ამანაო როია ხელდებარო თუ ამანაო თავის სიტყვა არასოდეს არ აუგდიაო არასოდეს არ გაუქმებია გადავლელი არ ყოფილა მის სიტყვაზეო რაბი უშობალევაი აშინ ხეხოლა იოცე მიფი იღასე რასაც რომ მაგამბობს ასე გაკეთდებაო დარჩეს მაქანაო დაიფიც არ გავა განყიდნიდანაო დატევით განყიდნშიო დარჩა განყიდნში 1979 წელს ლუდის ქალაქში ხახამ რეფერის სალოცავში ჩატარდა გამოცდა გააკეთა იადლე ახიმა ისტორიულ ამბავ გიყვებით ცოცხალი ბრძანდება მაშინ მიმოშე აკატან რაბი აკო დავარაშვილი რაბი ხახამ გაბრიელ დავარაშვილი სამი ძმა ერთად იყვნენ ერთად რაბი ხახამ ყიმანუელ დავიდიაშვილი კირიათათა ხერაიცი მაგრამ მინი მე ბავშვობაში მაგის ხელში ვიყავი ორი თვე ყოველ ზაფხულში მაგასთან ვიყავი ორი თვე
ხოფეშაგადოლი, იმიტომ მამიდა, ჩემი მამიდა, მამა ჩემის და რივა ის ბლოკში ცხოვრობდა. მამიდა ჩემი იყო მეორე სართულზე, რაბი ხამხინანიელი ძანდებოდა პირველ სართულზე. და მაგასთან ვცდილობდით. მაგასთან ვიყავით. მე და ჩემი ძმა იცხაკი. სულ. შახრედი მენხა ყარბეთი, მაგას უსმენდით, უყურებდით, უცქერედით. დაგვიჟენდა ხანდახან სახში შევდიოდ, მე ცერკი ვიყავი ცოტა, ახლა ცერკი რა, ბავშვი ვიყავი, ცოცხალი და შემოვიდოდ სახში რაბისთან დავჯდებოდი კრავატთან, შენ წყალი მიმაგონა წყალი, შალიკო იყო ჩემი მამიდაშვილი ერთად ჩემთან და მოკლედ ბევრად მახსოვს, დიდი რა ვიცადებოდი. უდიდესი შვილი ყავს. მაგარი შვილი. ნასწავლი ადამიანი არის, აბი ისე რაბი ხახამხანიელის ვაჟიშვილი, შალომ დავიდი ქვია სახელად. აბი შალომი თვითონაც რაბი კაცი. ნასწავლი, მაგარი თარგმნელი. ბევრი სეფერების გამოშვები ქართულად, მთელი სიდური გადათარგმნა ქართულ ენაზე. ხალხისთვის ესწავლათ, რას კითხულობდნენ, რას როცულობდნენ და წმინდა ქართულად. მთელი ნებიიმებია გადათარგმნილი, მაფტირები ქართულად, წესიერ ქართულად იცოდეთ. ამ ადამიანი. ხვალ, ასეთ დასავლ ხალხურ არ იცავს ხალხი წესიერად, უდიდესი ადამიანი. აბი ხახამხი მანუელიც იყო იქანა. 1979 წელს ხდება ეს ამბავი. და კიდევ იყვნენ იქანა დიდი რაბები. ბევრი რაბები სახათელი ახალგაზრდობა, ხამეფელი, ხამოშე, მიხელაშვილი, მამა ჩემი, აშკელონის რაბი, ხამე პრაიმი, ყველა იყვნენ თელი საერთოდ თელი მოყრილი იყვნენ, რა იყო იცი? მიფხანი გავუკეთენ იშიბაში ნასწავლ ბავშვებს და გავუკეთენ მიფხანი გამოცდები. და ვინც მოიგო გამოცდაში, ვინც პირველი ადგილები დაიკავა, საჩუქრები დაასაჩუქრნენ ყველას. ხლა ამ ბავშვი გამოდიოდნენ სიტყვებში რაბები. ხო, ჩვენ ოთახებში ვიყვანენ ბაღდები, მე გამამცადენ მახსოვს პერე გამაფკიძე. ადამი მოწდება ესე ბაბა ვიციხაზე, აბა გამოსა ჩამიტარეს რაბებმა, ვიღაც აშკენაზე რაბი იყო ერთი, ვიღაცა ქართველი კიდე, ნუ არა მნიშვნელობა. და ჩაგვიდან მე იწერამდე თვითონ თავიანთ ფურსელზე ვინ რაფერ ჩაატარა გამოსა და რაღაცა და იგანა გავიცანი სხვადასხვა ხამრეუბენი ხამრეფერის ბიჭი. პატარა იქანა გამიცნო, მაგის ბაღანა იყო, მეც ბაღანა ვიყავი და შეიძლება ხამაბრამის ბიჭი იყო, მე ხამრეფერის ბიჭი და დაიწყო და მქანაგობა იმ დროდან, იმ ბაღნობიდან. 13 წლის ვიყავი მაშინ მე. იმ დროდან ვარ და ასე, როცა ერთმანეთ უყურებთ, სულ ვეხვევით ერთმანეთ ბავშვობის მეგობარი, იცოდეთ. მეგონებით ეგეთ. იმიტომ მახსოვს, რა პატიცება მახსოვს, იცი რა? არა, ბავშვი იყო კაცო, ხო, მოზდირი ხო არ იყო? მოზდირი კიდე გავიგე რომ ამ ხანაგის შვილი პატიცებს ბავშვი. მაგრამ ბავშვმა ბავშვი. რო ესე იგი ოჯახში უნდა ჰქონდეს ჩასმენილი, მოსმენილი, მაგრა დახასიათება იმ ადამიანის, რომ ის შვილი პატივისცე. და მე მქონდა და თუნდაც მაგასაც ქონია და მაგრად ჩახუტებით იმითი და ერთად ხელში ასე ვიარებოდით იმ ამთელე გამოცდების დროში. მაგანა გამოდის სიტყვით რაბი ხახამ გაბრიელ დავარაშვილი. გამოვიდა იდიშურად, იმიტომ იქანა იყვნენ იადლიახინის ხალხი. აშკენაზები, ლიტაიმები, ყველა ცაი, ცეირია გუდათ ისრაელ, ფაი, პოალია გუდათ ისრაელ, აბა, ხაბადი, ყველა თელი დერერაკის დიდი გლავნი რაბები, სულ იყვნენ იქანა. მე მახსოვს იქანა რაბი იოსეფი იყო, რაბი იუდა იოსეფი, ესწრებოდა მაგამბა, კიდე ესწრებოდნენ იქანა ერთი თალმუთორა არის, მeineti თავიანთი თელი ამ ხალხის ლიტაიმების წამყვანი მასწავლებლობა. სულ ყველა ეს იმიტომ ბევრი თალმიდები ლიტაიმებიდან ვიყავით. უმრავლესობა ლიტაიმებს სწავლობდით მაშინ. ასე იყო ასე. ყველა ხახამიცაკი მოზღუშვილი ლუჩი, ჩვენი რაბი, ჩვენ და სწავლობდა იჟიბაში. მანახ ერთი ვინა, კაი განძგულებ ყველა, მართლა ყველა ლიტაიმებს სწავლობდა. ჩიგვაშვილი არის, ერფაელი. მაგეთ ჩვენ ასწავლობდა ლიტაიმებში. არ ბერაბანი მემეთ, მართლა გადახედეთ და მე შემოიქნია, რაღაცა ხაბადმა მეტად გაძლიერდა გამბავში და გაზარდა და მიდები და რაღაცა ყარა. და თავიდან ლიტაიმებში იყო ყველაფერი. თელი ბენებრაკის ეშივები, ყველა ბათეაბოთები, ყოрович ჩაქტანა, კულამ ნამდუშამა, კულამ ავრუშამა, ბედა, კულამ ავრუშამა. და დიაშვილი ხამრეფელი სიძე. სასწავლო ჩვენ დასწავლობდა. ჩაპტაი, ჩვენ დასწავლობდა. ჩაპტაი დედია. ჩვენ დასწავლობდა. Училище. ხო? კი? ეფებო, ინე, ბოდერაშვილი იცხაკი. კიდევ მარახში რო იყო, ჩვენ დასწავლობდა. გერშონ ბოდერაშვილი ჩვენ დასწავლობდა, აბრამ ხომელაშვილი ჩვენ დასწავლობდა. აბა? სუღალა ესენი, ყველანი ვინც კიდე რო აიღო, მაშიახი. სასწავლობდა რა მაშიახი, კიდევ მარახში რო არის. მისის ძმა აბრამი. დედიბოჩი ყაზათაში, რომელი იყო? იშიბალი დაით. კულამ, ემეთ.
ბებეზე რო ჩამოგითვალო შოცა გიყვან ასე იყო რაბი შეგوي გადახედე ისტორია არის ჩვენი თემის ისტორია არის დამდაერს რომ რაბი ხემი იგუდაიოფი რომ ეს ამბავი მაგარ დონეზე მოგლეთ გამოდის იქანა სიტყვით რაბი ხახამ გაბრიელ დავარაშვილი ბედაბე იდიშ მემეთარგიმ ლეგრუზინით იდიშურად ლაპარაკობს ერთ წინადადებას მუხლი მოყავს ერთი იდიშურად მერე ქართულად იდიშურად ქართულად თავის რაბის სახელით იმიყო მისი რაბი გამზდელი რაბი ხა მიბრისკ იჯო რაბი ეს რაბი ხახამ გაბრიელ დავარაშვილი სწავლობდა რაბი ხაიმ ბრისკთან თქვენი ციფრი იყო რაბი ხაიმ ბრისკ თელი ეშიბები სოფლიოში დღევანდამდე მაგისტროს ასწავლიან რაბ ხაიმ პიპულინ კუშიოტი რუციმ ომეცი იყმე რამბამი გემრები თალმუდები თოსფოტები რიშონი მახრონი რაბი ნაფთალი ტროპ თალმიდი რაბი ხაიმის ბრძანდებოდა რაბი აბრამ შაკ თალმიდი მაგისი თელი როში ეშიბებს ყველა რაბ ხაიმ ბრისკის თალმიდები იყვნენ სტაიპელერი ჩემი დიდი რაბი მაგასთან გაზდილი ძმაო რაბ შახი მაგასთან გაზდილი ყველა მაგის გზებზე გაზდილი ყველა გეონე ყოლა გამოდის ესე და ლაპარაკობს რაბი ხაიმ იბრისკის სახელით თალმუდზე კი ლაპარაკობს გემარა მოყავს არი გემარაშიო მასე ბერახოჩი წერია გემარა კითხულობსო აშო თემაიმიცმაო მაიმივარეხ კაციო თუ წყალსვამსო სიმწყურვალითაო იმ კაცმაო როცა სვამს იმ წყალსაო რა უნდა აკურთხოსო თმარაბი მბზანა შეაქონია ბიდვარო მეორე რაბი ამბოს ბორენე პაშოთ რაბოთ კაციო სიმწყურვალი წყალს სვამსო ფასიშა სიმწყურვალით ხარი ზოგჯერ წყალს სვამ ჩვენი მაგრამ წამალი რო დავლიოთ წამლის დალევისთვის წყლის დალევას კურთხება არ ჭირდება თუ გინდა რო დალიო წყალი ისარგებლო წყლიდან შესვი შეაკოლი აკურთხე და მერე დააყოლე იწამალი თუ წყალი არ გინდა იმდენად არ გინდეს რა გამძღარი ხარ ასვამი ხარ ნაჭამი ხარ უკვე წყალიდაც გაბერილი ხარ შემობერილი ხარ აღარ შეგიძლია და იმ წყალს სვამ არა სიმწყურვალით არა ხოლო საჭიროებით წამლის გადასატანად იმას კურთხება არ ჭირდება გემარა მესე ამ სიტყვას შეგიწერა აშო თემაიმლიცმაო როცა წყალს სვამ სიმწყურვალისთვისაო სიმწყურვალითაო მაშინ უნდა აკურთხო რა უნდა აკურთხო კითხულობს გემარაო შეაქონია ბიდვარო ერთი აზრი მეორე აზრი ბორენე ფაშოთ ამ გემარასა უბრალო ახსენს გააჩნია ალახა შრალი დინი რა უნდა გააკეთო კაცმა დღე რო დგებით წამოწვევი სარსვამ საჭმელი ხო აფერარი კვების საკითხი რა უნდა აკურთხო რაზე მეორე მხრივ აქანა სხვა რაღაცა გაგიბათ საქამასაო არა ლაპარაკი მარტო დალებაზეო წყალზეო თორას ვინც რომ სწავლოსო სიმწყურვალითაო აშო თემაიმიცმაო წყალი არის თორაო გერმაი ელა თორა დამსგავსებულია წყალზე ოი ქოლცამე ლეხულამაი ვიშაღია წერავს წყურვალე ხალხნო წყალი დალიეთო თორი სიმწყურვალე თუ გააქთო წყალი თორა ისწავლეთო აშოთე მაიმლიცმაო სიმწყურვალი თუ სწავლობ კაცი თორასაო შედიხარ სიღრმეში როგორც მწყურვალი ადამიანს წყალი ორგანიზ დაუნწყნარებსო შენ სწავლობ თორას და შესული ხარ სიღრმეში შოთე მაიმბეციმაონ სიმწყურვალი სწავლობ თორას სულ გინდა კიდე ისწავლო კიდე შეიცინო კიდე ჩაიდო ხალში კიდე რაიმე ბრილიანტი დაიჭირო მაიმე ვარეხო რითი გაკურთხებსო გამჩენიციო შეაქოლ მიაბიდვარო ყველაფერი შესრულდება შენი სიტყვითაო შენ თუ ჩემ თორას სწავლობ სიმწყურვალითაო და ჩემი თორის სიტყვები გამოგდის პირიდან სიმწყურვალითაო შენ პირიდან გამოტანილსაო პატივცემ და ფასტავადები წოდე აი ეს არის გემარაო მეორე რაბი ამბობსო არა მარტო ამ ყოლავზე სიცოცხლეში რასაც გადაწყვიტ ამ გამჩენი აკეთებსო შეგისრულებსო არა მარტო მაგეო
ბორენეფა შოთრაპოთ, რომ იდისო ყოლმიდანაო, თავის ბრძანებით სიტყვით ბევრი მიცვალებული შეუძლია დახსნასო. ბევრი სული გამოიყვანოს გეინამიდანაო, ჯოჯოხეთიდან და შეიყვანოს 64-შიო. აი, თორის ძალა. მე სპეციალურად გადავშალე გემარა. მასხელ მოიკათა. და ამ გემარაში ტყილად არ გადამიშლია გემარა. არის ერთი საინტერესო საკითხი. რამოდენი წუთი გვაქვს და ხო გვაქვს. ამ გემარაში არის ორ რაბიზე მოყვანილი რაბიონათან ბენ-ყამსაი და რაბიუდა ბენ-გერინი. ორი რაბი ბრძანდებოდნენ სწავლობდნენო რაბიონათან ბენ-ყამსაი და რაბიუდა ბენ-გერინი. თანუ სწავლობდნენ პარაშათ ნედარიმის პარაშას, მატოთ, დონდე პარაშას. სწავლობდნენ რიბიში უყონ ბარიოხაის ოჯახში, იშიბაში. ინდამადიანდება ბიჭი, ინდამადიანდება. გემარა ბრძანეს იფსურმინე მეურთა. საღამოს როცა უკვე დამთავრეს თავიანთი პროცესი სწავლის, ჩააბარეს ყველაფერი, ისწავლენ, დიპლომა ჩაიბარენ, მოდიან რაბისთან და რაბის დეესალმენ, რაბიო ჩვენო მივდივართო. უბრუნდებით ოჯახისსაო, ოჯახში უბრუნდებითო. სხვა ადგილიდან რომ ჩამოსულები. თორი სასწავლებელს სპეციალურად იყო მიღებული თარმოდის დროს. ესე ჩანს გემარაში, კეთუბოჩი, ბამოჩი, რაბები არებოდნენ 12 წლით, 13 წლით სწავლობდნენ, რამდენიმე ყასებია გემარაში მაგაზია კი. ვიღაგება 24 წელიწადი ხო? იადოა. ასე რომ საღამოზე რაბისთან მოდიან და ჩვენ გავდივართო. აი, დილაზე კიდე მოვიდნენ ხელახლად. კიდე დეესალმენ. წუხილი ხომ მოხვედით ხო დემესალმეთო, მე მეგონა წახვედით უკეო. ეუნება რა მიშენ მარიო ხაი. რაბიო კიო, მაგრამაო, ჩვენ რადგანაც ქალაქში დავრჩითო. და ახლა შენდან გვაქვს რასწავლიო რაბიდანაო. თალმიდმა რაბის თუ დეესალმა და წავიდაო და ბოლოს არ გასულა ქალაქიდანაო. ვალდებულია მეორეჯერ დაბრუნდეს და კიდე დეესალმოსო მის რაბისაო. სეანახ რაბი შენი მამა არის. ო შენი გამზდელი მამა, შენი დამფადებელი მამა. პატივი უნდასე, ქალაქში ხარ? ჩუ დარჩი ქალაქში ხო? ჩახვედი ახლა ბერშევაში. პაპასთან იყავი ნახე, ჩემ მიცოცხლოს ვისდავი. კაი ჯანმრთელობი და სიკეთე და მე. მიყავს უბედეს. დავინახე პაპა, ბედნიერად, ვიყავით უჩუქჩუქეთ, ვილაპარაკეთ, მოვკოცი და წამოვედი. ბოლო-ბოლოს გამაჩერეს ბერშევაში რაღაცაზე და დავრჩი მიღამე სიკანა. მეორე დილას მამას არ შეული კიდეც. რა გული უნდა ხონდი, გეკითხები, ამას რათო რა ჭირდება? ამას. ბერშევაში ვარ. მამას არ შეული კაცო მეორეჯერ. მამა აქ დავრჩი, შემოგიარე მეორეჯერ, სალამი კიდე მოკოცდა და კიდე მიჩუქჩუქოთ პატარა და წავალ. ასე გაკეთა მათაც. ელემენტარული, ბედნიერი, კარგი და კარგი. იმ დღეს იყო დაქორწილდა ის წინა საღამოს. დაქორწილდა რიბიში უყონ ბარიოხაის ვაჟიშვილი. მირაზა ეუნება რიბიში უყონ ბარიოხაი ვაჟიშვილს. შვილო ანაშიმაელე ანშეცურაემ. ეხლა უბრალო ხალხი არ არიანო. კაი სახის პატრონები არიანო. რაში წერას ანაშიმ ქშერი? ქშერი ხალხი. სმასოს რაში სიტყვებში თორცდები? ანაშიმ შეცურა? ლო, კერომარ ხახამინ? ხახმები არიანო. ჭკვიანი ხალხი არიანო. ავიდე. ჭკვიანი ხალხია და მიდიოდა, კაი კურთხება აიღებათანო. შებრახი. მოვიდა ავათან. ახალ დაქორწინებული ხარ კაცი? წუხელი დაქორწინებული კაცი? შევაბერახოთ ხარ კიდე 7 დღეში ხო? ხანაგარას ხო იყოდი 7 დღე. ჩვენ მინაგია სხვადასხვა რო იცოდით, მე მაინც ვამბობ. ხათანო შემოდის ყველაფერზე ვდგებით. იმეთ? დედოფალიც. როცა დაქორწინდნენ. არა მარტო ქორწინდებიან, სანამ დაქორწინდა. რო შემოდის უკვე ითვლება უკვე. ითვლება უკვე ხათნად. ჩვენი მინაგია, ჩვენი საქართველოს ჟამათის მინხაზე უკვე თუ შემოვიდა ლოცვაში ქორწილის წინეთ, მინხაზე არ მომბუტანაშა. სამინაგშელა.
ესე იაყო მოზღოშვილმა მითხრა. ისიმოს მამა. შემეკითხა. ხათანიო კაცო, სანამ დაქორწილდაო, როცა შემოვიდესო, ქორწილის წინათაო, მიხარო ილოცოსო. არ მომოდანა შიმსავა, სიყო ჩვენი მინაგიო და სიდან არის ამის მაკორიო და ვანახი მაკორი. კაბახებში ნახე პირდაპირ, სეპარებულში შემოყვანილი არის, სიყო მინაგი. თურქეთში ვერ ადგილებზე და ჩვენ მინაგიც ესე ყოფილა. საქართველოში ესე, მიზაკენი მეტმონა. ამათან ბევრი ისწავლე ადამიანებიდან, ნო, ამ იაყო მოზღოშვილიდან, შაბათიდან ამათან ბევრი. საშხელებიდანაც ძალიან ასწავლე ხალხი ჩამოვიდა ხამ აბრაამ ბინიაშვილის ტალვიდები ესენი, სწორედ ასე მიხაკო იყო ერთი. აი რა ნასარ კი გოზაშვილი. რა კაცი. კიდე იყო ერთი ლელუჩაშვილი დავიდე. სეფერტორას რომ გითხულობდი, სეფერტორას გაშლილი ჰქონდა ფარაშა და დგებოდნენ თეფასთან. მამას შენი შვილი ყოფილიყავ ერთი შეცდომა დეგეშვა. დღეს ხანდახან დღესე ბემეთ. სპეციალურად რომ გითხულობ უშებ მე ვიყავს და ჩერდები იგანა. čo absolútne ვიყავ, ყველა ჩაძინებული მყურახი. ამ ჩაძინებული უნდა იყოს ჯამაათი. თუ მე გითხულობ ამდენამ ხელა პარაშას და კაცი არ მაცილებს, ან ძალიან ვიღაცა ვარ მაგარი, ან ჩაძინებული ხალხი მყავს მო. ზოგჯერ სპეციალურად უშებ შეცდომას ვითამ. რო აბა თუ გავაიუზა ვინმე. ხედავ ბარუხაშენ გამოგვიზებულები არიან, ბარუხაშენ მიხარია. და თუ ჩაძინებული კარგად არ არის საქმე. დევადაი, აბა ჩამადის უნდა იყოს, შენ რომ კაი წამკითხველი ხარ, ამ სულისთან. აი, აშენე მედაბერ, ეროზე შომახат. აი, დევადაი. აი, ამგარი ასე. ახსოვს, მიხაკოდან მაგ ნასწავლი აზიაშილის ბოლოში. მიკედა შაშემ. წავიკითხე პირველ წაკითხვას პირველ წერისად რო ვიყავი, მიკედა შაშემ მქონენ. მიკედაშ! და ესენია ეს რაღაცები ესოდე ჩამჯდარ ჩაბეჭდილია პინში. რასაც სწავლობ შეცდომიდან ვერ ისწავლი როცა კითხვა შეცდომი. გემრამ ზარგინასე, სედგიდი შემოზარპუცებზე ეკანა, ერთი რამე შეცდანახაში და გამოვიდა და დაიძახა. რაც შეცდომიდან ვისწავლეო! ვერ მასწავლი და ვერაფერი სხვაო. და ვიცი უკვე, აი შეცდომა მაგდა შეგული. უნდა ადამიანი შეცდები, უნდა აღიარო შეცდომა, შევცნი ბოდიში მოხადე, არ მეგერიდოს კაცთან. გამჩენის და შეგეშინდეს. ვიდრე ხალხის კაბოდი, ხალხი იტყვის, რაზეც ხალხი არა, რაც გვას. გამჩენთან უნდა იყო მართალი. შევცდი ბოდიშტავილო. შევცდი შენ წინაშე. სუდი გამომივიდა პირიდან. ჩავიჭერი შენთან. ამ უნდა მეთქვა, ან ნათქვამი მაქვს, ამ გაგებით და სხვანაირად გამოვიდა გარეთ ბოდიში ბატონო ჩემო. ჩემი შეცდომა. ბოლოს შენ ხო დაზარალდი. ჩემი შეცდომა. არ არის ეს რცხვი. და ვაშკაცობა გმირობა. გმირობა იცოდე, ვაშკაცობა არის. რაბებიო, აი დასწავლი რაბები არიან და შეგერახი მიიღე რაბებიდანაო და მოდის ესე ახალგაზრდა დაქორწინებული ბიჭი, უკვე დაქორწინებსე. და ამ რაბებთან, უკვე რაბისთან დაესალმენ დილაზე, ხო? მამას შემოვარებ ხალხს და შუადღისას სანამ ესენი გადიან ქალაქიდან. რაბებო, თებარხუნი დამლოცეთო მეო. მოეთკატანი მეცხრე ფურცელი მეორე გვერდი. რატომ ხვედიო ჩვენთანაო და აბა ამარლი. პაპა მითხრაო, პაპამაო და ხვედიო თქვენთანაო. ზილე გაბაიუ დელი ბარუხნეხ, წადიო მაგათანაო და გლოცამენო. ამრულე ეუნებიან შვილო, დაუკვირდი და გლოცავდა, კარგად დაუკვირდიო. ეირაყავა დეფიზრაყაბელო თეხცად. ეირაცონ სურვილი იქნეს გამჩენის წინაშეო. რომ დათესო და არ მოიმკა შენი დათესილიო. რომ შემოვიდეს შენ ოჯახში გარეთ არ გავიდესო. რაც რომ გარეთ გავა შენ ოჯახ არ დაუბრუნდესო. ბარბინანიშინია თითო სიტყვაზე რაცაც ისმენსაბადან უგან გარეთ უბარცხალოს გული ამას. რას ნიშნავს ზოგადსო? დათესეო და არ მოიმკაოთ იზრაღ ველოთ იქცორ ბარბინან კარგუჭდა თელიეზო გარებო აყრონდა მოსახლეობა დავკარგე ქონება დაიკარგა შემოსავალი ეს აკურთხება არის კაცო თავის გულში მიგროვს შენ ოჯახ შემოსული გარეთ არ გავიდესო ვინ შემოვა ჩვენთან თუ გარეთ არ გავიდაო მოგაშოროს გამჩინა და ვინც გავა შენ სახლიდან აღარ დაბრუნდესო არ აღიწოს დაბრუნება სახლში მოგაშოროს ვერ გავიდა სახლიდან ბარბინა შეშინდა ეს გეცო სახლი შენიო
გაოხრებული იყოსო და გეცხოვროს მუდმივ გასტენიცაშიო გაგრძელებულ დღეებითაო არეული იყოს შენი სტოლი და არ გენახოს ახალი წელიწადიო რამან ახლა მოისმინა აი ყველაფერი მოგაშოროს აკადოშ ბარუხუმ აკანკალებული ამათ ეუნება დიდი მადლობა ბოდიშიო და მეყოფავ რაც მოისმინეო და წავიდა აკანკალებული დაკეტებული მოდის მამამისთან მიგითხრება მამა შვილო რა περίγω რამებთანაო და შომითხარიო დაგლოცამენ დაგაკურთხამენო ტერმა დაგლოცა მამასეო მაგათმარაც რა გითხრა და მევიდიო დაუწყობო ყოლა რასაც დადესამ არ მოინკაო შვილო კარგად დაგლოცენ ნეტარძე მოლაპარაკეს მამსმენ ყურზეო ნეტარძე იმას ვინც ლაპარაკოს ინაირ ხალხთან ვისაც რომ ესმისეო რასნიშნავს იციო შვილები რაც გეყოლებაო მათი ცუდი არ განახოს გამჩენოო რასაც დადესამო არ მოინკას არ მოგიკლას გამჩენმაო ყველა გიცოცხლოს ბოლომდე გამჩენმაო შემოვა შენ ოჯახში დედოფლები გარეთ არ გასულიყვნენ არ დაბრუნებულიყვნენ მათი მშობლების ოჯახშიდაო და გასული შენ ოჯახიდან ქალიშვილებიო არ შემობრუნდნენ შენსკენ შენ ოჯახისკენ შვიდობით არ ყოფოთ ღმერთმა თავიანთ ხმარშვილშიო შენი სახლი გაოხრებულად იქნესო შვილო ვერ გაიგე შენო სახლი ეს კი არ არის სადაც ჩვენ ცხოვრობთო მუდმივი სახლია სასაფლაო სადაც მუდმივად გონდა ვიცხოვრობთო გაოხრებული იყოს ის სახლი შენიო გეცხოვროს გასტენიცაში აი ეს გასტენიცა არისო შენი სტოლი იქნესო აბორჯებულიო ტრის ოჯახში იქნა დალაგებულიო აბორჯებული ბაშვენ არის შვილმამობალი როტრიაროს პატარა შვილიშვილები წასვლა მოსვლა შვილები ქალიშვილები შედიან გამოდიან ბაბუ აგერესე იგერესე მაშინა გება ცხოვრებას თორა სოლიდაკმარი არ ყავს ეს შვილები არ ყავს ეს შვილიშვილები როალე ხა დილას გებიან სათმელი გაიჭამენ პატარა ერთი საინი გარეცხენ დადვენ ადგილზე გავიდნენ წაღვიდან დალაგებული დახტებათ ოჯახი აბა რა იქნება კაცი არ არის აბრებიდან და ჩვენთან აკავა შემოგვიდე შვილიშვილი რომ გამოვა და დაიწყებს სითორების განმოლაგებას და დაბორჭყნას და თორა არ არის ჩემშვილებრო არ აქვს ბაღლობაში დაბორჭყნი თორაზე რომელიც იდო დაბლა სართულებზე ყველა დაბორჭყნი თორები რა აგერ გაკრასკული აგერ გუაში აგერ ესე აგერ დახატული დაბორჭყნილი გახეული რა გაუკეთენ ამ თორები რამაშია გემო ამაშია გემო ეს არის თორა გეუბნება მცემე მაგრამაო ჩამიხუტეო სიყვარულობით ბავშვი რო იხუტება და ამ თორას ასე რო დაიკარსი პატარა შვილიშვილი და ხანდახან დაგლიჯავს შეცდომით მაგრამ ამას ქვია მაქოთ შელოერ მოყარე რო ხცებს სიყვარულობით და არაცოდნით აი იმას ვინც რო პატივცემით მარტო ვიტრინაში რო ჩაქსვავს და მიზღებში წინაწოდერ რო არ აღირსება იმ თორას იმ თეიმ გადაშლა უგაშოროს შენი სახლიო შენი სტოლი აბორჯებულად იქნესო შვილმამავლითაო და არ განახოს გამჩენმა ახალი წელიწადიო კაცრო ცოლი მოყავს ცოლათაო წელიწადი უნდა იცხოვროს ქალთან გარეთ არ უნდა გავიდეს იმდენად მეტი ცოლთან უნდა იყოს ოჯახური სიახლოვე ურთიერთობა ერთმანეთის გემოვნების გაგება ცხოვრებაში ამას რა მოწონს ამას რა არ მოწონს რა არის კარგი მის თვალში ის გავაკეთო ის თვალში გეცკირი შენ უყურებ სწავლობთ ერთმანეთის ხასიათებს აიგე ამას ქვია პირველი წელიწადი არა გაგუფლება ქმარს გახვიდე იმუშაოთ ცოლი თუ არ მოგწევს უფლებას საზღვარგარეთ ვიწყებ რა ეხლა მუშაობას ახალ დაკურსებული ხარ ორი კვირის სათებ შენ ცოლას მოგცაცულო წაიყვანე შენ ცოლ შენთან ერთად კი ბატონო მარტო არა იშალახოთ ნაკიელებეთო შანა ეხათ ერთი წელიწადი სუფთა თუ დაიყოს ცოლთან ოჯახთან ვესიმახეთი შტოა შელაკახ გამხიარულოს იგი ცოლი რომელიც რომ შეირთო და იყვანა არ განახოს გამჩენმა ახალი წელიწადიო არ მოგაყვაინოს გამჩენმა კიდე სხვა ქალიო შენ ოჯახთან შენ ცოლთან შენ ქალიშვილებთან ვაჟიშვილებთან შვილიშვილებთან იმ აბორჯებულ ოჯახში შვილმამავლით გამყოფოს გამჩენმაო ხლაკანა შეკითხვა იბადება ამას წერან შლაგადოში ერთ ადგილზე იქანა მაგნაყოლი თუ ასე იყო რამდენიმე შეგარახები გაუკეთენ ამათმო რაში წევლისენით რატო გამოიტანენო ამას კი გაუწდა საწყალ გული
სანამ მოვიდა მამამისთან და მამამ გაუფირუშა გული ხომ გავსკდავდა. სინამდვილეში ეს ყველაფერი 7-ე რაც ამათმა ჩამოთვალენ და ვითარ წყევლები იყო, სულ წყევლა ეწერა ამას. და რადგანაც გული ეთკინა ამათ წყევლით ვითამ თავის გაგებაში, ყველა წყევლა გამოაკეთე მით უკადინიმი გააკეთა ამრაბებმა და ყველა წყევლა ვითამ მოვიდა უკვე ამაზეო. ამას ეთაკა გულზე უკვე ეთკინა გულიო ამ სუდითავ და შეეძვალო სუდი და მოსულია ყველაფერი სუდიო და აწი აქიდან ახალი ანგარიშიო. ამიტომ ნათქვამი აქვს რამოდენჯერ კაც რაღაცას მოისმენ გული გეთკინება ის გეთრება თუ გინდა მოხდა უკვე ის სუდი მოხდა რომ უნდა მოსულიყო უკვე მოვიდა გული რო გეთკინა დამაგვარით გაგითხარით შაულ ამელეხზე მოდი შემოილმა რომ დაიძახა გავაახლოთ მისი ხელმწიფეობა ხელახლა რატო რადგანაც ყურში მოისმენა შაულმა ეს ვინ არის იშო ეს რას მიშვერის ესო ვინ არის სესწრელა ვარაგები განშებელი აღარო ბედურმა ხალხვა ზრო დაიძახა შემოილი ამოს ამას არ იწერა სოცხალ დიდი ხანის მეპობაო სოცხლეო და ეს რომ მოისმინოდა გადაყლაპაო შეეთვალოს თუ და მოკვდა ერთხელ უკეო აქიდანაო დაეწერო სახარის სოცხლა მოდი გავაახლოთ ამის მეპობაო ხედავ ძალაკ მამსმენ მოისმენ სუც გადაყლაპაო მოითბენ მამთმენის უნარი ძალიან დიდია იცოდე არ წაგებს არასოდეს შენაც აგებ ადამიანო ძალა მოგცეს გამჩემა ამას არის თორა გვასწავლის ხა აქანაში გითხარ ყველაფერი დარაში კარგი დარაშია დასაწყისი რა ვერ დავიწყებ დაუკვირდით როცა რაბიონათანმა და რაბიუდა ბენგერიმმა დაამთავრესო რაბი შიყონ ბარიოხაის ოჯახშიო ფარაშად ნედარიმი სწავლაო მაშინ ეუნება რაბი შვილს მიდი მიშებერა გააკეთებენ ესენიო რა მნიშვნელობა აქვს თუ რა ისწავლეს რაბისთან ნედერების ფარაშა ისწავლენ თუ არახინის ფარაშა ისწავლენ თუ კორბანოთების ფარაშა თუ თეფილინის დადება თუ რა მაიხ პატლანო რა სწავლობდნენ თუ ძირითადი აქანა რაც არის ეს არის მაკასე ამან დალოცა ვერ გაიგო ამ ბიჭმა წევლა ეგონა ბოლოს კურთხება გამოჩნდა ისე გეწერა პირდაპირ რა მნიშვნელობა აქვს რა ისწავლენ ამათმა დიდი მნიშვნელობა აქვს რო ისწავლენ ფარაშა ნედარიმი იქნა დაუკვირდა რაბიშონ ბარიოხაი ბიჭები რაფერ უფრთხილდებოდნენ პირიდან გამოტანის სიტყვას თუ ესენი ამ ზომაზე არიან სიტყვის გამოტანიდან პირიდან რო გამოგაკ სიტყვა შევასრულო ამრაირ ხალხის სიტყვას პატიცებს გამჩენიო ამათი დალოცვილია ამრაირ ხალხიდან დაემუქრება სიტყვის პატრონიდან სიტყვის არაგამტეხველიდან სიტყვის შემნახველიდან ბაბადან მაკმოსველი ძველად საქმეს რო ამთავრებდნენ საქმეს საკმარისი ყასია ბეემუნა წერეზე მოიკიდებდნენ ხერ კაცი კაცროეთყო და ბეემუნა დამთავრებული იყო და თუ აიღებდა ერთ პატარა ღერ თმისას ულაშიდან და აი ეს იქნება ჩემი მოწმეო დამთავრებული იყო სიტყვა იყო ყველაფერი ბიზნესში მამამ პაპამ თქვა ერთხელ დღეს ვინაი დრო დადგაო რო გაიპარცო თელი წვერებიო თელი თმებიო ყველაფერი ულაშებიანაო ჩააბარო ტრიალატაო მე შოკი მიცე მე შოკიო შენი თმებიდაო შენ დასაცერიც რომ იაყოლო კაც ვიღაც ჯერა შენია რატო ვინაი თავობა დადგას ორი ხდი წერავს და ისე უღმართოდ არის დაწერილი ყველა სიტყვას გაჩნდა ხუთნაირი მუხლი ფირუში ადვოკატები ისე გააკეთებენ არა ხანა ასე იქანა ისე და უღმართად არის თელი ქვეყანა მოკლედ ყველაფერი შეკედი არის ადამიანო სიტყვის პატრონი თუ ხარ გამჩენიც წამდება სიტყვის პატრონი შენთან შენ პირიდან გამოსული წევლა არის კურთხებაც კურთხება არის გაუფრთხილდი თორის მოსწავლეებო შემნახველებო თორის პირიდან სუდი არ გამოიტანოთ იმიტომ თქვენ სიტყვას ფასიადებს იცოდეთ თეილიმის წამკითხველებო ვარ გიგდება თეილიმი ხელიდან სუდი არ გამოიტანოთ პირიდან რატო ამნაირ ხალხ მათ სიტყვას იცოდეთ იჭირავს ჩხარა იჭირავს თორის მოსწავლე ხალხი გემარისტები ზუარისტები რო გამოვა მათ პირიდან ბარაკა გამოვიდეს ყოველთვის სიკეთეზე გასწრებით პირი ხალხი დალოცეთ შესძინეთ სულ სიკეთე თაფლია მოგივიდეს პირიდან დოლათი ბარაკა სიკეთე სუდი არ მოისმინოს ხალხმა შენ პირიდან შეინახეთ ენაპირიდან თქვენ ენაპირიდან გამოსულ სიკეთესაც პას მიცემს გამჩენი და ჩადარტყავს ქეხოლ აიოცე მიფივიასე ოშე ამას ეუნება ამ პარაშას რაში ამატოთ ეუნება მათ რაბებო თქვენ გაქვთ დიდი ძალა იცოდეთო კაცი სიტყვას რო იტყვის ის ნედერი ვერაფრად ვერ გაუქმდებაო თქვენ მოგცათ გამჩენმა რაბებს იმის ძალაო
ათარა დედარიმი გაუკეთოთო ხელა ძალა მიცემანჩი ამიტომ ეს პარაშა მოდის ელ რაში ამატოთ ტომების უფროსებთან მოდის და ზანება პირდაპირ გადაცა მოშემ რაში ამატოთ გამჩემა შეგვანახინო ჩვენი ნაპირი ყოფილიყო დაცულები შენახულები ყველაფერ უბედურობიდან სიკეთე დაგვაწერო საკადოჯვარგო სალხინოდ გადაგვიქციოს ეს დღეები ამენეირაცონ როგორც რომ თქვით ცომარე ვიღი ცომა ხამიში ცომა შევიღი ცომა ხასირი ლებეთ იეუდა საისრაელო სალხინოდ საბედნიეროდ კაიდგებათ იამინ ვემოყადინ ტობინ ასიქნას გამჩემა როგორც ზეხარიანავის დროში მეორე ბაიტის დროს როგორც დავიწყე დარაში მოდიან და ეკითხებიან ჩვენ პირველი ბაიტი რო გავხრო და მარხულობდით რადგანაც რომ ცომი გადაწყვიტა რამემა წინასწარმეტყველება ეხლა რა უნდა ვქნათ ჩვენ ვაგზელებთ იმ მარხვას თუ წყვიტავთ ეუნება მათ ზეხარია წინასწარმეტყველი მერვე თავზე ასეთ სიტყვებით ხო ამარა შენ ეგრეთ შემოგიტვარად გამჩემაო რასაც მარხულობდით პირველ ბაიტის გავხრევაზე ხლა როცა ბაიტი აგიშენდათ მეორე ყველა ეს კაი დღეებად ითვლება იცოდეთო და კაი დღეებად ითვლებოდა ბაიტჩენის დროს ყველა ეს მარხვები კაი დღეები იყო მაგრამ რო გავხრდა ბაიტჩენი ხელახლა შეიცვალა დაბრუნდა ყველა მარხვის დღეც და დავიბრუნეთ მარხვა შეხრო მომზანდება კიდე ხელახლა შეიცვლება და კაი დღეებად გადაიცვლება ამიტომ არის რომ იშხაბეა ქვია კარაყალაი მოყედ რა არის მოყედი ამის პირუში რა არის ვერ იგებს ხალხი მე მოყედი რა ესო ფესახი არისო კი რო დადგება ფესახივით იქნება როგორც ფესახი კაი დღე ასე იქნება იშხაბეები კაი დღე და მალე გვადრო საკადოშ ბარუხუ უბალე ციონ გოენ ვეხენ იეირაცონ ვენომარ ამენ